მოგესალმებით კიდევ ერთხელ ეთერშია გადაცემა პოლიტიკური სივრცე. მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიაზე. იცით რომ პარლამენტმა შექმნა საგამოძიებო კომისია, რომლის მიზანია გამოიძიოს წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულებები. აქ მნიშვნელოვანია იმ ფაქტისთვის ხაზის გასმა, რომ ასეთი საგამოძიებო კომისია ოცნების ხელისუფლების პირობებში მეოთხე მოწვევის პარლამენტმა შექმნა. მხოლოდ ამ 12 წლის თავზე გადაწყვიტა ოცნებამ გამოიძიოს წინა ხელისუფლების დანაშაული. მათ სხვადასხვა მოქმედი პირები და აქტორები დაიბარეს აქამდე და დღეს დაბარებული ყავდათ ლელოს ლიდერები ხაზარაძე და ჯაფარიძე. საქმე ეხება ნავთობკომპანია მაგნატის მეპატრონის ჯემალ ლეონიძისთვის ქონების წართმევას წინა ხელისუფლების დროს და ამ საქმეში TBC ბანკის მონაწილეობას. თუმცა ხაზარაძე და ჯაფარიძე აცხადებენ, რომ ისინი არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმურობას და არ მივლენ აი ამ კომისიაზე და არ მისცემენ ჩვენებას. დღეს თეა ზულუკიანმა კომისიის თავმჯდომარემ კი თქვა, რომ საპასუხოდ ისინი პროკურატურას მიმართავენ რეაგირებისთვის. კომისიამ ამ გადაწყვეტილებას კენჭიც უყარა და ერთხმად დაუჭირა მხარი. შესაბამისად, როგორც იცით, კანონის თანახმად ყველა ვალდებულია საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდეს და არ გამოცხადების შემთხვევაში გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის ერთმანეთზე პატიმრობაც კი. ჩვენ დღეს გადაცემაში პირველი სტუმარი იქნება ალეკო ელისაშვილი, რომელიც სწორედ კოალიცია ძლიერ საქართველოს წარმოადგენს. მივესალმებით მას, გამარჯობა. აგიმარჯოს მე რა. აგობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და პირველი კითხვა ბუნებრივი არის ეს რატო გადაწყვიტეთ რომ არ გადაწყვიტეს თქვენი კოალიციის ლიდერებმა არ მისულიყვნენ კომისიაზე. მე მესმის რომ პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებთ არც ამ კომისიის და ასე შემდეგ, მაგრამ კომისიის ხმა პირდაპირ ეთერში გადაიცემა, იქ შეგიძლია უთხრა ყველაფერი, სხვაგან ალბათ მეგონი შანსი არც გეკნებათ პოლიტიკურ ლიდერებს, რომ თეა ზულუკიანს და სხვებს პირდაპირ ეთერში სახელმწიფო არხების ეთერში გადაიცემა, უთხრათ ის რომ არ აღიარებთ მის ლეგიტიმურობას, უთხრათ რომ შოუსაც ყო, რა ვიცი, რასაც ფიქრობთ. ანუ ეს შანსი უფრო გამოსაყენებელი ხომ არ იყო, როგორ ფიქრობთ? არა. პირდაპირ დაიწყებდნენ ლაპარაკს, გამარჯობა მაყურებელს მივესალმები, პირდაპირ დაიწყებდნენ, რომ აი თუ არ აღიარებენ ლეგიტიმურობას და მე დაიწყებდნენ, რომ აი შეეშინდათ იმის რომ არა, ლეგიტიმურობას არ აღიარებ, მაგრამ პარტივსემ კანონს. რომელიც კანონი გავალდებულებს მიხვიდე. გავარტყი მაგათ კანონს ბოდიში მომითხოვია, რაცვლებსაც ეგენი იღებენ, რომელი კანონი. მე სულ ვიძახდი ხოლმე, აი სულ ვიძახი რომ მე არა ვარ კანონის მორჩილი, მე ვარ კანონის პატივისცემელი. მე მაგ მხოლოდ იმ კანონების პატივისცემა, რომელსაც ვეთანხმები და რომელიც სწორი მგონია. ეგ არის კანონების არსი, კონსტიტუციის არხი, რომ საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა ხდებოდეს. გააზრებულად ისეთი კანონების მიღება, რომელიც მოაწესრიგებს ჩვენ ცხოვრებას და უკეთეს საზოგადოებად გვაქცევს, მაგრამ ამათ კანონებიც მიიღეს და აი ამათ რაც ცვლილებებით შეაქვთ, იმ კანონებს მიმიფურთხებია იმ კანონებისთვის. არა, ეს საგამოძიებო კომისიაზე ყოველთვის იყო ვალდებულება გამოცხადების. საგამოძიებო კომისიაზე ყველა კომისია ჩაგვიგდო ანტიკონსტიტუციურად იმას, რა ქვია, კვორუმს არ ავსებდნენ წინა პარლამენტში გაიხსენ. როგორ სამარცხვინოდ იქცეოდნენ და რას ვარბობდით ჩვენ რომ მოდი გავიგოთ ღარიბაშვილის ქონება საიდან აქვს მამამის იმდენი ფული რომ 35000 ევროთ მე თვითმფრინავი და უკირავა და წაუყვანა და შემდეგ ჩვენ ვიძახდით ისეთ რაღაცებს რაც მართლა გამოსაძიებელი იყო. მაგრამ ეხლა შეხედეთ როგორი სასაცილო ვინც თავიდან ბოლომდე დღეს ან იმ დღეს უყურებდა. ეს კაცი ჯემალ ლეონიძე ზის და ყვება რომ 13 წელია არც პროკურატურამ გამოიძიაო საქმე, არც სამხარაულის ექსპერტიზამ გააკათა რამე, კალაძესაც აყვედურობს რომ იქო მერიაშიო არაფერს არ აკეთებსო, იქ იყო მთელი ამბებიო როგორ წამართვის რაღაცებიო და სასამართლო ხომ მით უმეტესო. ამას თავი დავანებოთ. ყველა პროკურორი რომელიც მის საქმეში იყო დაწინაურებულია, ორივე მოსამართლე ლომთათიძე და მეორეს გვარი არ მახსოვს ანადოლიძემ თქვა დღეს, ორივეს უადო მოსამართლედ გახადეს. ხარძიანის საქმეზე მოსამართლე ნოზაძე, რომელიც იყო მოსამართლე და რომელმაც მიუსაჯა ხარძიანებს. ხო, ეს ხო შეგეძლოთ მიქვე ეთქვა თქვენს ლიდერებს. თეა ზულუკიანისთვის ეთქვათ, რომ ის რომელიც მოვიდა ადეიშვილის კლანთან ბრძოლის ეგიდით, დღეს ადეიშვილის კლანის გაძლიერებაში არის ჩართული სასამართლოში. აი ეს ყველაფერი. ხო, მაგრამ ხა ზულუკიანს ეთქვი ამას პირდაპირ ეთერში, ეს სულ სხვა თემაა. ზულუკიანის ფეხის ბაკუნზე არავინ არსად მისვლას არ აპირებს და მით ხო, მაგრამ შემდეგ თუ პროკურატურა მოგადგებათ და გეტყვით რომ კანონით მოგვადგნენ რა, მონგრები არ არიან. კანონით გეკუთვნით. მონგრები არ არიან, რა, რომ არ მივიდა იმას და 1 წლით ციხეში დაიჭირო, დაიჭირო.
ვინმე შეშინია მაგათი. ამაზე წამსვლელები არიან, ხო, წამსვლელები ვართ რა, ეხლა რა ამათ უგოროთ კოჭი? იმ სამარცხვინო რაღაცაში მივიღოთ, რა უნდა უმტკიცო. რო ის რა ქვია, 13 წელია კაცი ეუბნება 13 წელია ვერ გამოგი რა კომისიას ქნია, ჯერთი ეს კომისია ამას ვერ გამოიძიებს. ეს არის სარეკომენდაციო სტრუქტურა, რომელიც დაწერს დასკვნას და გადაუგზავნის პროკურატურას, ან არ გადაუგზავნის პროკურატურას. პროკურატურაში დასკვნის გაგზავნა, რადგან კაცო ცოცხალი ადამიანია. ცოცხალი ადამიანები არიან, დადიან, იძახიან რომ ეს მოხდა, არაფერს არ იძიებენ. ამაშია საქმე რომ ეს უმაქნისები, ესე ამის გამოძიება თუ უნდათ გამოიძიებდნენ, მაგრამ არა სამართლიანობას აღვადგენთ ევროპას გავაუცებ დემოკრატი. ხო, ყველაფერში გადაგვაგდეს და მათ შორის ეს ხალხი გადააგდეს. გამოიყენეს ეს ხალხი, ამათი ტკივილი გამოიყენეს თავის დროზე. დადიოდა თეატრულუკიანი არ გახსოვს გირგვლიანი, სანდრო გირგვლიანი რაღაც როლი. ხო და ეს ამას რო ეტყვი თეატრულუკიანს პირდაპირ ეთერში. ამის შანსი არ ვიცი, მე მაგალითად ვფიქრობ რომ ამ შანსის პირიქით შემოტრიალება შეიძლება. ანუ იქეთ შეგეძლოთ შოუ მოგეწყოთ მათთვის, იქ პირდაპირ პირს ვარ აუკრავენ ახლა ვინმეს. მაგრამ ნუ არ ვიცი თქვენი გადასაწყვეტია კი ბატონო, მაგრამ მაგნატის საქმეს ხო იცნობ შენ, ანუ წინა ხელისუფლების დროს შენ დააკაჩავა ეს კაცია წართვა ისე. ხო, ის ამბობს რომ TBC ბანკის მონაწილეობდა ამაში. გარკვეულ მე გამოიძიებინათ რა, ვინმე იძახის რო არაო? სადმე ამ საქმეზე გაგიგიათ რომ ბადრი ჯაფარიძე ან მამუკა ხაზარაძე დაიბარეს, ან რამე პროცესი იყო ამასთან დაკავშირებით? არანაირი. ხაზარაძე მის თქო რომ ურუსიძის სასამართლოშიც მივიდეთ თუ გინდა და იქ ვილაპარაკოთ ამას. ვინმე ამასთან დღეს ხო ეს ჭირდებათ იმისთვის რომ შეგვაშინონ და რეპრესიების იარაღად გამოიყენონ. ხედავენ რომ არ დაუჩოქეთ, თავი არ დაუხარეთ, ჩვენი კოალიცია მაგრად დგას, პრინციპულად დგას და აი რაკნა რითი შეგვაშინონ ეხლა და არიციან. მე ცალკე პროცესი მაქვს აგერ 1 აპრილს, ეხლა ამათ ბადრის და მამუკას საათს რო იმაშვებია რაღაც ქურდულ შოჩიქს რო ეძახდნენ ჩვენ ბავშვობაში ხო დამზომიჩო რა 4 საათამდე მოხვალ ხო და მაგის ფეხის ბაკუნზე არავინ რო არაპირებს იარულს მაგის ჩვენება გვინდოდა და მაგათი რაღაცეების რო არ გვეშინია აი მაგის ჩვენება გვინდოდა ზუსტად და მეტი არაფერი რა თორე 1000 ჯერ არის ეს ყველა მაგაზე მეტი რა გინდა კაცო კაცი გამოდის და იძახის რომ 13 წელიაო არაფერი არ გამოგიძიებინა თქვენო და უყურებენ ეს დიდი საქმე. ბატაშორის ერთადერთი რაც უთხრა რომ ვინც გამოიძია ეს საქმეო იყო იყვნენ დამოუკიდებელი ჟურნალისტები სტუდია მონიტორი და ნინო ზურიაშვილი და აღარ ჩანს ვიზა ჩემო. სადარიეს ნინო ზურიაშვილი და ეს დღეს პოსტით დავწერე ჯემალიონზე იკითხა რომ აი სტუდია მონიტორმა ნაცების დროს გამოიძია მისი საქმე და ეს ქალიო აღარ ჩანს სად არის და ამ წულუკიანმა და სოზარ სუბარმა გამოაცხადეს უცხო ქვეყნის აგენტად დღეს გამოცხადებული ყავთ სტუდიები დამოუკიდებელი ჟურნალისტები და ასე შემდეგ ვინც თქვა რა ფონდები და რაღაც დიანასთანაც წულუკიანი და სოზარ სუბარი რო დეგრადირდნენ აი ესე ხო არავინ არ დეგრადირებულა რადიო თავისუფლებაში მუშაობდა სოზარი თავისუფლების ინსტიტუტში იყო სახალხო დამცველი იყო არ ვიცი ყირაზე გადადიოდა გვახსოვს ხო როგორ დეგრადირდა ტიპი რა? რატო დეგრადირდა შენი აზრით? არის 1000 ამბავი აშანტაჟებელი მოშობიან, მაგრამ ხო, დაშანტაჟების გარეშე უბრალოდ ეგრე როგორ უნდა გათახსირდე ვერაფრით ვერ ხვდები რა. რასაც ამბობდი, რის სიცხს ამდად და გჯერო პატარა ბავშვი ხო არ იყავი რაღაც 9 წლის ბავშვი რომ მე რაღაცები გადააფასე. ამ ხელა ჯორი ხარ შევირო შენა. 60 წლის ხარ ლამის ხო რა რანაირად დეგრადირდა? ან არის დაშანტაჟებული და ან არ ვიცი ესე როგორ უნდა დაგიმორთ ან წულუკიანი იცი როგორ მომწონდა წულუკიანი დღეს იმან გამახსენა დიანამ ეთერში TV1-ზე რომ წლის პოლიტიკოსად ვასახელებდი ერთ-ერთ წელს იმიტომ რომ აუქნა მომწონდა სტრასბურგში ნამუშევარი რაღაცა მეგონა რომ პრინციპული იყო აღარც მახსოვს ალასანიას პარტიაში როცა იყო რა და მაშინ რომ აი სასამართლო და ადეიშვილი და მაგრამ რაღაცა ერთ რო გაიწო ჯერ კიდევ მიშას დროს მიშას დროს ხო აბა ეხლა რო წლის პოლიტიკოსად წულუკიანს ასახელებენ შეიძლება პირველ წლებშიც მოგწოდა ოცნების არა ოცნების პირველ წლებში იცი რა მალევე აღარ მომწონდა ეგრევე ალასანიას უგანა და გადახდა ალასანიასგან როგორც კი პატარა კრიზისი იყო და მაშინვე იყო ის კრიზისი ხო კაბელების საქმე და ის არა მე თან აღარ მომწონდა მაგრამ თავიდან ძალიან მომწონდა ღიად უჭერდი მხალს ნახალოკის მაჟორიტარი რო იყო აი მაშინ ხა ოცნებას არ უმალავდი ღიად უჭერდი მაგრამ სოზარ სუბარი რო გურამა მაჭარაშვილი და ვიღაცა ტიპები ხო რავი რა ნაგვებიც იყვნენ ის ნაგვები არიან ალბათ ხო მაგრამ სოზარ სუბარი ბიჭო ამ ხელა რეპუტაცია ჰქონდა ხო და გამოდიხარ და უცხოურ აგენტურას ებრძვი გრანტებზე იყო მაინტერესებდა რომ დინო ზურიაშვილი რო ახსენა და სტუდია მონიტორი რასეთ იტყვიან მეთქი და ესე ჩუმად ვითომ არ გაუგიათ თეატროლოგიანზე სოზარ სუბარის ესე ის ხო ნინო ზურიაშვილი ისევე პოზიციაზეა ისე ვიბრძვის
და ისევ ყველა ხელისუფლებას ებრძვის და ებრძვის რითი რომ ცდილობს რომ ფაქტები სამართლიანად წარმოაჩინოს. აი ამით არის ნინო ზურიაშვილი დაკავებული. რო დაუბრუნდეთ ამ თემას, მე მესმის ახლა შენ არ ახარ ადრესატი ამ კითხვების, ბადრი ჯაფარიძის მოწვევა მინდოდა და მოწვეული მყავდა რატომღაც მე უარი თქვეს გადაცემაში მოსვლა მე იმედია მოვა ბატონი ბადრი, იმიტომ რომ იქ ბადრი ჯაფარიძეს ახსენებდა პირადად ეს კაცი. გასაგებია რომ შეიძლება არ გამოიძია ოცნებამ ბოლომდე, მაგრამ ეს ხო არ სulis ფაქტს ამ საქმეში მონაწილეობდა ბადრი ჯაფარიძე თუ არ მონაწილეობდა, ხო, ყვებოდა რა როგორ დაიბარა, შეხვდა და ასე შემდეგ და ნუ ბადრი და ბევრ რაღაცეებს და ამიტომ ვამბობ რომ თქვენს ინტერესებში ხო არა რომ დეტალურად გაეცეს პასუხი. არა, იქ ერთი რომ ამათი აღიარება მოხდებოდა ლეგიტიმაცია იმ შაპიტოსი რაღაც კომისიის და იმ პარლამენტის და მეორე იქ შეურაცხყოფის მეტი არაფერი არ იქნებოდა. ვინ მოგცემდა იქ ნორმალური დებატების საშუალებას? მე რა ბეგენი მე მკითხე ბოლოს როცა ხედავდი ხო პარლამენტში ის დებატები იყო ან ის იყო რა ქვია რამე კითხვა პასუხი იყო მიკროფონში ართავდა შეურაცხყოფების გაყენება. ბატონო რა გიკრავდი იქ პირს ვერ აგიკრავდი. რა არ უკრავდნენ ოპოზიციას პირს ბოლო პერიოდში? იქ მიკროფონს გამოგითხრა მაგრამ ამ ოთახში რა სიზამი. რა იქაც გამოგითხრა მიკროფონის კარგად ისმის იქ. არა იქ ეთერში ვერ გააგონებ ხალხს იმ ოთახში კი გააგონებ მაგრამ იქ ეთერში ვერ გააგონებ ვერსად. ამიტომ მაგრამ შენ ამ ამ თემებზე კითხვები არ გაქვს ჯაფარიძე ხაზარაძესთან? ან მიგიღია ამ კითხვებზე პასუხი? იგივე ელექტრონის საქმეში მონაწილეობაზე მაგნატის საქმეში ძალიან მარტივად ახსნეს მამუკაყვებოდა ძალიან მარტივად ახსნა ყველაფერი რომ სინამდვილეში მაგრამ მაგასაც რო თავი დაანებო რავი რამე უშლიდათ არც მინდა იმ დეტალებში ჩასვლა მე არ ვიცი ჯემალ ლეონიძე და ბადრი ჯაფარიძე სად შეხვდნენ სად არ შეხვდნენ 13 წელია ხელისუფლებაში არის რამე მართლა აწუხებდათ, რამე უნდოდათ და ვერ გამოგეკავდნენ, ვერ გამოიძიებდნენ თუ რა. ხო, აგერთ აღლითობა დააბრალეს 11 წლის წინ რაღაცა გადარიცხე, გადმორიცხეო, რაღაც თელი ამბავი დაატრიალეს, ხო? რამე რო ხელმოსაჭიდი ქონდეთ. მართლა იმას იზამე, მაგრამ ეს არის პიარული ბინძური რაღაცა, რომ მოდი ეხლა ერთის ხრივ ნაცების ამბავი გავახსენოთ ხალხს და მეორე ხრივ იმას ვქნათ, რა ქვია. ხაზარაძე სულ ხარძიანიც ესენიც უახსენებდნენ ხაზარაძე ჯაფარიძე სპეციალურად არის შერჩეული სტუმრები რომ ჩვენსკენ წამოვიდეს ისრები და დარტყმა რატო და მე რეპრესიები დაგვემუქრონ იმიტომ რომ ჩვენში ხედავენ ძალას და იმას რომ თავი არ დაუხარეთ და იმას რომ ძალიან მტკიცეთ და პრინციპულად ვიბრძით ჩვენ ძლიერი საქართველოს კოალიცია ამაში არის საქმე არაფერი იქ რაღაცა რამე სერიოზული რომ მოხდარიყო მაგად დაასწრებდი რამის გამოძიებას მაგრამ ფეხებზე კიდიათ სამართალი ამოიცვეს ამათმა ჩოხა ახალუხივით აი კალამანივით ამოიცვეს სამართალი. არ არსებობს ქვეყანაში სამართალი. რა სამართალი? ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავს ვამბობ, რომ ამ კაცის საქმის მოსამართლეები ვინც იყვნენ ნაციონალების დროს და ვინც ეს კაცი ციხეში გამოკეტეს. ხო ამბობს რომ უდანაშაულოდ გამოკეტეს, ასექნეს, ისექნეს. მისი მოსამართლეები დაწინაურებულები არიან, პროკურორები დაწინაურებულები არიან. ხარძიანის პროკურორი დაწინაურებულია, მოსამართლე, უადო მოსამართლე და ხო ამაში ყველაფერზე არის აქ გაცემული პასუხი. დანარჩენი იქნებოდა რაღაცა უნიჭო სპექტაკლი რომელიც მივიღებთ ხო აი ეგ არის მართლა საინტერესო კითხვა რომელიც მეც მაინტერესებს ხა ხელისუფლებასა მაგრამ ნუ ისინი არ მოდიან ჩემს გადაცემაში რაღაც პერიოდი დადიოდნენ ისევ ჯერ არ დადიოდნენ მე ისევ დადიოდნენ ჩვენს ტელევიზიაში მოდიან ნუ ბოლო დროს არ გამოჩენილან არ ვიცი რა სიზამენ მაგრამ ეს კითხვა მართლა არსებობს მათთან დაკავშირებით რომ რაზეც დღეს ჯემა ლეონიძე საუბრობდა ამ კომისიაზე რომ ეს პროკურორები მოსამართლეები ხო თუ იმ უკანონობაში ხო არ იღებდა მონაწილეობას მარტო კეზერაშვილი ან ვიღაც სხვა. აქ საუბარია იმის შესახებ, რომ ეს საქმე შეკერეს თუ შეკერილია პროკურორებმა, არასწორ გაწყობა მიიღეს მოსამართლეებმა. და ეს კაცი ამბობდა, რომ პროკურორი ხა იქ არის დაწინაურებული, ვიღაცა სხვაგან არის მოსამართლე, უადოდარი დამაკავა სამართლოს უფროსია. მოსამართლე უადოდარი დანიშნული, რაღაც საოცრებებს ყვებოდა მის შვილს რაღაც საქმე როგორ შეუთითქმეს და მე რო უთხრეს, რომ თუ არ გინდა დავიჭიროთ შენი შვილი, მოდი რაღაცა ამ დროს პოლიციაში და ასე დაიჭირეს და აი ეს ყველა პოლიციელები, პროკურორები ოცნებამ დააწინაურა 13 წელი თუ 12 წელი ეს საქმეები ასე ქონდა თაროზე შემოდებული და დღეს აკეთებს ამას. ხო, რასაც ხედავთ, ასეთი ბინძურები რა უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ხო, მაგრამ მე სხვა რამეს ვამბობ, რომ ამ ყველაფრის მისთვის პირში მიხლა შეეძლოთ. და ჩემი აზრით ეს უფრო სწორი იქნებოდა, მაგრამ ნუ თქვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება გაქვთ, კი ბატონო, გასაგებია ეს ყველაფერი. ნუ კომისიაზე არ მიდიხართ, მე პროკურატურა იქნება, ნუ გავიცი როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ რო შემიფასო ეს, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს. ხვალ არის აგვისტოს ომთან დაკავშირებით კიდევ კომისიაზე ბევრი ადამიანი ყავთ დაბარებული. ფიქრობ, რომ ამით მოახერხებს ის თქვათ რაღაც ამ პროტესტიდან გადაიტანოს ყურადღება ისევ ძველი ხელისუფლების საქმეებზე. ვერა. იცი რა, რაღაცაზე, რაღაც კატეგორიის ხალხს ეს ამბავი მოქმედებს და რაღაც კატეგორიის ბავშვებმა
უკვე ბავშვები აღარ არიან 20-22 წლის არიან ადამიანები, რავი 25 წლის რომელსაც ეს ნაცების აფერი არ ახსოვთ. პატარები იყვნენ, არაფერი მსგავსი არ ახსოვთ. ამ ადამიანებისთვის და ზოგადად და ჯერ ერთი რაღა დროს იმაზე ლაპარაკია 13 წელი ხელისუფლებაში რო ხარ და ხელისუფლებამდე შენ ხელისუფლებამდე რო ხელისუფლება იყო იმან რაღაცა ჩაიდინა. ნუ იმიტომ რომ მეტი არაფერი სალაპარაკო არ აქვს. ქვეყანაში სიღატაკია, ქვეყანა ხალხი გარბის, უმძიმეს მდგომარეობაში, პოლიტიკური კრიზისია. პოლიტიკური კრიზისია უმძაფრესი, დადიან, დაძროებიან, ჯარის გარეშე ვერ გადაადგილდებიან, რესტორანში ეგენ ვერ შედიან. პარლამენტის ხლომას ვერ ატარებენ და ვიღაცა ჩუსტებიანი ხალხი ხვდება მარტო განას საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ჩახუტებული დგას მაკა ბოჭორიშვილი ჩვენ და განა ესე იგი არ ვიცი მე სტრატეგიული გადამული ხო და ვიღაც ფლოსტებიან ხალხთან და სერიოზული კრიზისია ვერ მართავენ ესენი მართავენ მარტო ცემატყეპის მეშვეობით ისის თუ მართვაა ხო კრიმინალი გაექცათ აგერ შუა ქუჩაში დაადის ხალხი ვინ ვისკლავს ყოველდღე და იმის თანაძარცვაგლეჯოა მთელ ქალაქში გაჩაღებული უბნის მაღაზია არ არის ჩვენთან მთაწმინდაზე ყოველდღე რო არ იძარცვებოდეს. და ესე პატარები, დიდები მიანტრევენ, მიაფშნიან, შეევლენ, ჩაილაგებენ, რა ვიცი, არყებს, საჭმელებს, ასპელებს, სწავლენ. ძარცვაგლეჯო არის ჩვენ სარკეების მოპარვა, 90-იანი ბრუნდება, ბორბლების მოპარვა, რა აღარ ხდება, რამდენი მანქანა ხდება, უკვე იმებს აგურებზე შეყენებული. ამისთვის არ ცალიათ, იმიტომ რომ ამ პოლიციელებს დაარბენინებენ 5 პოლიციელი მიდის, რომ ერთი ის ჩაგაბაროს, რა ქვია, 5000 ლარიანი ჯარიმა დაარბია თელდღე ენა გადამოგდებულები. ეს ხო ნორმალური ვითარება არ არის. იმის მაგივრად რომ მიხვდნენ, გაიაზრონ, უკან დაიხიონ, არა, იგონებენ ამ ნაცებს და გამოვიდა ყელში, გავიგეთ ეს ნაციონალური მაგრამ 12 წელია მათ მომით მოახერხეს ახლა ხო ხელისუფლების შენარჩუნება ამ თემაზე. ყველა არჩევნების წინ მასე ამბობს ოპოზიცია რომ ყავლი გაუვიდა ამ ნაცების თემას, მაგრამ აღმოჩნდა არ გაუვიდა. და აგერ 12 წლის თავზე ახლა თავიდან იწყებენ ყველაფრის გამოძიებას. რას მიიღებენ მაგით? იმიტომ რომ თვითონ იგდებენ სასაცილო მდგომარეობაში თავს, ხო კაცი დღეს დასვეს და უნდა ილაპარაკოს, რაც უდები იყვნენ ნაცები და კაცი ლაპარაკობს რომ კოცება ყური არ შეიბერტყეს 13 წლის განმავლობაში. და ესენი შედან და ვითომ ვერ გაიგეს რას. ყველა ვისაც მან მიიყვანენ მაგას მოყვება 13 წელი ხარ 13 წელია ხელისუფლებაში ხარ კაცო დამავიწყდა ბოლოს როდი შეიცვალა ეს ხელისუფლება ხო მორჩა რაღა დროს აღარ მუშაობს ეს მუშაობს ძალიან მცირე ისევ მაგად გავარვარებულ მხარდამჭერზე რომელიც ძალიან დააზიანა ნაციონალურ მოძრაობამ და კი რა თქმა უნდა ძალადობდა ის მაგრამ ესენი არანაკლებ მოძალადეები არიან არაფრით არ ჩამოუვარდებიან კი არა და უარესები არიან ესენი ნაცებს ძალა მე რა არ მომწონდა იმ ხელისუფლების ძალადობა და ძალმომრეობა და უსამართლობა გადააჭარბეს ყველაფერში. კვადრატში და კუბში აიყვანეს ეს ყველაფერი და დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს ეს ამბავი. კარგი, ამბობ რომ დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს ეს ამბავი. რა პერსპექტივას ხედავ? პერსპექტივა არის რუსთაველზე წინააღმდეგობა და კოხტა და ლამაზი სანქციები, რომლებიც მოდის და მოდის. აგერ გერმანელებმაც გამოუშვეს იქ თავრობა ჯერ არ დაკომპლექტებულა, ამათ რო კითხო კობახიძეებს, იქ გერმანიამ თავის თავს მიხედოს. გაუშანშალეს კიდე სანქციები თუ არა. აი ეს ორმხრივი სანქციები ყველაზე დამანგრეველია ქართული ოცნებისთვის. ორმხრივი სანქციები ევროპის მხრიდან დაწესებული. იქ რა თქმა უნდა ორბანი ევროკავშირს არ აძლევს საშუალებას რომ ერთიანი სანქციები შემოიღონ, მაგრამ აი ეს ორმხრივი ბრიტანეთმაც თუ ესენი დაასანქცია, საფრანგეთიდანაც თუ კაი კოხტა და ლამაზი სანქციები წამოვიდა და რას თავარია ეს ჩვენი ვილსონი იღებს და იღებს რას გონს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გამოაცხო აგერ 27-ში 27-ში დაველოდოთ რა მოხდება და ეს ძალიან მრავლის მთქმელი იქნება. მართალია ბიძინა ივანიშვილი ამშვიდებს თავის მომხრეებს რომ ტრამპთანო მაისში უკვე დალაგებული მექნება ყველაფერიო, მაგრამ აი ეს 27 მარტის ამბები გვაჩვენებს მეგობარი არქტი თუ დაიძრა, ამათ ძალიან ცუდად აქვს საქმე. მაგრამ ყველაზე მთავარი არის დგომა რუსთაველზე, ბრძოლა რუსთაველზე 31-ში ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ. 31-ში არის ჩვენი დამოუკიდებლობის რეფერენდუმი. ვახსოვს რომ ზვიად გამსახურდიამ ჩაატარა რეფერენდუმი 91 წელს და 91 წლის შემდეგ ჩვენ დამოუკიდებლობას ამ ხელა საფრთხე არ ქონია, რა საფრთხეც ახლა ამ ოცნების ხელში გვაქვს, ამიტომ ყველანი ქუძე კაცი, ქუძე ქალი უნდა 31-ში გავიდეთ და ერთი კაი ლაღი ამაყი მარში გავმართოთ და გავიგე, მაგრამ ამ მარშების ახლა არ ეშინია ხელისუფლებას, ხო? ბევრი მარში გავმართეთ, ბევრი ხალხი იყო კუჩაში, მაგრამ საერთაშორისო ვითარებამ დააპაუზა ეს ყველაფერი, ხო? ტრამპმა ამოატრიალა ნახევარი მსოფლიო, ეგრე ხან გრენლანდიას მიახდა, ხან კანადას და ხან ის მექსიკის ყურეს რაღაც გადაარქვა, ამერიკის ყურე დაარქვა. ამან შეცვალა ყველაფერი, ამან იმასკენ რა ქვია, ასაგებია ხო ახლა ისეთი კარტეხილები გრიგალი ამოვარდა
პოლიტიკური მთელ მსოფლიოში პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური ჩვენს იმას რატო გონია რომ ეხლა მაგალითად ტრამპის ხელისუფლებასა ვერ მოახერხებენ ისინი დაალაგებას ჯერჯერობით ფაქტია რომ ტრამპი ხარ პოლიტიკასაც ატარებს შეიძლება უფრო ახლოს ამათთან იყოს ვიდრე ამათთან იყოს ხო ზელენსკის ლანძღვა ამათ ისე გაუხარდა და არ ვიცი ქართველი კაცი რო ხარ რა უნდა გიხაროდეს ომში ჩაბმული ქვეყნის პრეზიდენტს რო ლანძღავენ თან შენტერს რო ებრძვის საერთოს არ ვიცი ეგეთი ქართველების ყოლია მაგრამ ამათმა ერთ-ერთმა მთავარმა პროპაგანდისტმა თქვა რომ ზელენსკის დამარცხება ჩვენი გამარჯვებაა შალვარამიშვილმა ხო რეალურად ასე უყურებენ როგორც ჩანს საკითხს მაგრამ ამას ყავს თანამგრძნობებიც მათ ამ მომრჩეველში როგორც ხედავთ და ნუ ოპოზიციის პოლიტიკა თავიდან როცა ომი დაიწყო არ ვიცი ხა რამდენად იყო სწორი მე მაშინ სიმართლე რო გითხრათ ფიქრობ რომ ბევრი შეცდომა დაუშვა ოპოზიციამ და მისცა კარგად ხელისუფლებას პროპაგანდის წარმოების რომ აი ამათ ომი უნდათ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ დღეს რამდენად გააზრებულა და სწორად იქცევა შენი აზრით ოპოზიცია რამდენად აქვს წყობრი გეგმა რამდენად არის ერთმანეთთან შეთანხმობა რაღაც ერთობლივი ნაბიჯების დაგეგმა იმიტომ რომ ოცნება არის მონოლითური ჩამოყალიბებული ორგანიზმი და ყველა ნაბიჯს ერთი რაღაც კონკრეტული თავი გეგმავს იქ შეიძლება რამდენიმე ადამიანი შედის მაგრამ ერთი რაღაც გადაწყვეტილება მიიღება და შესაბამისად ეს მერე სრულდება საკმაოდ დისციპლინირებულად და კარგად ოპოზიციას ამდენად აქვს ასე აწყობილი საქმე. ეს ხო არ არის მისი მთავარი პრობლემა, როგორ გონია? ოპოზიცია დაფუძნებულია, ხელისუფლების ქმედება დაფუძნებულია შიშზე, შანტაჟზე და რეპრესიებზე. სუსი არის დაკავებული მთელი ეს პერიოდი ქართული ოცნების, მაღალჩინოსნების და მთავრობის მაღალჩინოსნების შანტაჟით, თვალთვალით, პირველ რიგში თუ ვინმეს უსმენს და უთვალთვალებს ვიძინა ივანიშვილი, ოპოზიცია კი არ არის, ისევ თავისი გუნდი, რომ ვინმე არ გაიქცეს. და იქ არის პირდაპირ ეხა იქ ვინც გადაწყვეტილების მიმღებები არიან და რაღაცა მოლაპარაკეთავები არიან იმაზე გულისხმობდა არა ვიღაცა რიგით ოცნების რიგით ხარდამჭერს იქ არის პირდაპირ შიშზე და ტერორზე რომ ძირითადი საკითხები ვინმე არ გააკეთებს და ძალოვანებ როგორ მუშაობ მაგრამ მეორე პარტია როგორ მუშაობს პარტიაც ეკონდებარება ძალოვნების ქმედებას მათი ასე პროპაგანდა როგორ მუშაობს და ასე შემდეგ და აი ეს არის ყველაფერი აწყობილი საათივით აქვს მექანიზმი აწყობილი რაც ეხა აქეთ ამხრია იმიტომ რომ ტერორზე აწყობილი ცალკე მიდის ტერორზეა დამოკიდებული ეხა ვინმე ისი არ გააკეთებს და ჩასვავენ ციხეში ან გააკოტრებენ ან ყოფას უტირებენ გადაამტვრევენ ხერხემალში ამაზე არის მთელი ამბავი ხო ხედავთ ხან ვისატკივდება ხოლმე მხარი და ხან ვისატკივდება რაღაც რატომღაც მაინც და მაინც ჯიმში ვარჯიშს მერე იმიტომ რომ ერთი ორსაც წაუთაკეს იქ იმით და არის პირდაპირ ტერორზე ამიტომ არის იქცევიან დისციპლინებულად ოპოზიცია სჭირდება თუ არა თუნდაც ისეთი საკოორდინაციო საბჭო შექმნა სადაც იგივე საინფორმაციო ომის თვალსაზრისით მაინც მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილებები ერთობლივად დაიგეგმება სტრატეგია იქნება ანუ სადამდე შეიძლება ეს ეხა ესე ცალსალკე მიდიოდეს აგერთობლიობა და კოორდინაცია არ გამოდის რატომ არ გამოდის ნუ რა ვქნა ჩვენ ყველაფერი გვინდოდა გვეკეთებინა მაგრამ სალომე ზურაბიშვილის გარშემო მაინც მეტნაკლები კოორდინაცია არის მაგალითად გადაწყდა რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის აემდო 4 ძირითად კოალიციასთან და პარტიის წარმომადგენელთა ერთად ივლის ვიზიტებზე რაც სწორი არის რომ რაღაცა ერთიანი პოზიცია ჰქონდეს რაღაცა მეტნაკლებ კოორდინაციაზე მიდის ლაპარაკი ვნახოთ საერთო ჯამში როგორ შევჯერდებით, იმიტომ რომ 31-ში სალომე ზურაბიშვილმა ამის შესახებაც უნდა თქვას, მაგრამ ჩვენ ვიყავით მეტი კოორდინაციის მხარდამჭერები, მეტი კოორდინაციის მომხრეები, მაგრამ ნუ არ გამოდის რაღაცა და რა ვქნათ, ეხლა ზალით ვერ დაწერ ჯვარს ვიღაცეებს, ხო არ მიაბავ ეხლა არ უნდათ და ვამბობდით რომ მეტი კოორდინაცია საჭირო, რაღაცებზე მაღლა დავდგეთ და მეტად ვიმუშაოთ ერთმანეთთან. ვის არ უნდა? ვის ზოგი აქეთ-იქაც შეება ზოგი იქ-იქ დავასახელო. აი მაგალითად თქვენს მერე გახარიას პარტიის წარმომადგენელი იქნება ჩვენთან. გახარიას პარტია რომელიც აი აქ არ მინდა, იქ არ მინდა, თან მონაწილეობს, თან არ მონაწილეობს, მოკლედ რაღაცა ეგეთი უცნაური ის აქვს. და იქ ყველას მარტო გახარიაზე ყვარის ბევრ სხვა აზრები აქვს იქ რა და აი საერთო აზრი ოპოზიციაში მე არ მგონია რომ რამეზე არსებობდეს, ამიტომ ჩვენ უფრო კოალიცია ძლიერი საქართველოს ბოლო-ბოლო ჩვენ თავს მივხვდოთ ჯობია თქვა და ჩვენ ინტენსიურად მუშაობთ ერთი დღე არ არის რომ რაიონულ ორგანიზაციებს არ შევხვდეთ შიდა სამუშაო რაც არ ჩანს ძალიან ბევრს ეხმარებით ვისაც ჯარიმები აქვს ჩვენი იურისტებით დღესაც სასამართლო პროცესი ჰქონდათ აგერ ჩვენები ხო გავიგე მაგრამ ამ ძლიერ მონოლითთან რომელსაც უპირისპირდებით აი ასე ვთქვათ კოორდინაცია ცალსაკე გარეშე როგორ წარმოგიდგენიათ დაპირისპირება მე არ ვიცი რა გავაკეთოთ ეხლა რაღაცა რო არ უნდა კაც ძალით ხო ვერ გააკეთებინებ რა ამ ვითარებაში ამ რეალობაში როცა არავის არ გვინდობენ ცალსალკე და არც ერთობლივად
ცალ-ცალკე და ერთობლივად რომ არავის არ გვინდობენ. ამ ვითარებაში უნდა გქონდეს ჩვენ ძალიან მაღალი ხარისხის კოორდინაცია, მაგრამ არ გამოდის ერთ კოორდინაცია და რა გავაკეთოთ ახლა ეჟვანს ძალით ვერ შევავბავთ ვერავის და ვისაც უნდა აგერავათ ჩვენ გავიძახდით რომ ოფისი ჩვენი თქო, ყველაფერი ჩვენი თქო. ნუ ერთ-ერთი საგარეო რაღაცეებში ხდება მეტნაკლები კოორდინაცია. ნუ აი ეგეთი ხალხი ვართ ქართველები რა. ამ პარტავანი და გვიჭირს ერთმანეთთან რაღაცნაირად. კი ბატონო, გასაგებია, ნუ სამწუხაროა ეს ამბავი, მაგრამ რაც არის ეგ. სწორედ ანა ბუჩუკურის შემოვა თქვენს მერე, მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. ალეკო ელისაშვილი, კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, იყო ჩვენი სტუმარი და მასთან საუბრობდით სწორედ იმის შესახებ თუ რატო თქვენ ზვარი ხაზარაძემ და ჯაფარიძემ კომისიაზე შეიკავეს თავი რომ გამოცხადნენ კომისიაზე. მე შეგახსენებთ რომ კომისიამ უკვე ხვალინდელი დღეც დაგეგმა და პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დაიბარა ჩამოგვითვლით ხვალ ვინ არის დაბარებული პაატა დავითაია, მიხეილ ქარელი, არ ვიცი თუ გახსოვთ მიშა ქარელი იგივე რომელიც იყო ქვემო ქართლის გუბერნატორი ერთ დროს, გრიგოლ ვაშაძე ეს არის ნაციონალური მოძრაობის დროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი და შემდეგ პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი ოქრუაშვილი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ნაციონალური მოძრაობა თამას ბესტავი და ზურაბ ნოღაიდელი დაიბარა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა კომისიამ დაიბარა ეს ადამიანები, როგორც გითხარით სტომაზე განსახილველი საკითხებია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, ანუ ხვალინდელი სხდომა სწორედ რუსეთ-საქართველოს ომს შეექმნება, კომისიის რიგით მეხუთე სხდომა ხვალდილის 10 საათზე დაიწყო და დღეს შეგახსენებთ განიხილავდნენ მაგნატის საქმეს, დაიბარეს გახარია და ჯაფარიძე, რომლებიც ამბობენ რომ არალეგიტიმურ პარლამენტში უკაცრავად ხაზარაძე ჯაფარიძე იუსაბები გახარიას პარტიის წევრს ანა ბუჩუკურს, რომელიც ამას შემოგვიერთა და ამის სხვათა შორის ენამ ხო არ მიყივლა და გახარიას ხო შეიძლება დაიბარა 2012 წამდე საქართველოს დაერთა. მე რამეს მოძებნიან, არ ვიცი. რამეს მოძებნიან. არ ყავთ ვინმე პარტიაში წევრი, რომელიც იყო მანამდე. კლერკები როგორ არა, მაგრამ ყოველთვის პოლიტიკური თანამდებობის პირები არა. მოკლედ, ანუ თქვენ აცდით ამ კომისიას. აცდით როგორ ჩანს. კი ბატონო, მაგრამ რას ფიქრობთ? თუმცა ნაცმოძრაობის რეჟიმის ძალიან ბევრი დაზარალებული ყავს პარტიაში. და რას ფიქრობთ ამ კომისიაზე მაშინ? პირველ რიგში სალამები შემოგეჭერი ესეთი ფაქტობრივად. კი ბატონო, კარგი იყო რომ გამისწორე. მაგრამ რას ფიქრობ ეს კომისია რამდენად აუცილებელია და რასაც აკეთებს ახლა ხელისუფლება? უნდა გამოიძიონ თუ არა მართლაც აი ეს წინა ხელისუფლება. ხო, აქამდე და გამოიძიებიათ. ამას მე პირველ რიგში როგორც მოქალაქე ვამბობ და ვამბობ პირველ რიგში ადამიანი, რომელიც გავიზარდე, რაც დავიმახსოვს ძალიან ესეთი მკვეთრი მკაფიო ანტინაციური განწყობებით. კიდევ ერთხელ მივესალმები თქვენს მაყურებელს. ეხლა ამ კომისიას და ზოგადად ნაცმოძრაობის რეჟიმის დანაშაულებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად მივესალმებით ნაცმოძრაობის რეჟიმის დანაშაულების გამოძიებას, მაგრამ ვინ უნდა გამოიძიოს ეს? ამ კომისიაში, რა ვიცი, მინიმუმ 3 ადამიანი დავთვალე მე, რომელსაც პირდაპირ აფილირება ჰქონდა ნაცმოძრაობის რეჟიმთან, ეს ერთი. მე მეორე ჩემთვის მაგალითად საინტერესოა და ზოგადად საინტერესოა მხოლოდ სააკაშვილის ნაცებს დაიბარებს კომისია და გამოკითხავს თუ ივანიშვილის ნაცებსაც დაიბარებს თუ არა კომისია და გამოკითხავს მაგალითად. ავიღოთ ხო, მაგალითად ავიღოთ სანდრო გირგურიანის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მთავარი ფიგურანტი მურუსიძე იქნება თუ არა დაბარებული და გამოკითხული. მაგალითად რამდენიმე დღის წინ ასევე მძიმე საქმე დარწმუნებული ვარ, შენს კარგად გახსოვს ბატონი ხარძიანის საქმე, რომლის მოსამართლე უვადოდ ოცნებამ დანიშნა მოსამართლის თანამდებობაზე. მაგალითად, გივი მიქანაძე, რომელიც უმრავლესობის წარმომადგენელია და ამას წინებზე შემხვდა წინა რეჟიმის ხელისუფლების დანაშაულებზე საუბრობდა, გივი მიქანაძე, რომელიც ციხის პუნქტის დროს მერაბ არც მეტი არც ნაკლები რიგითი კლერკი კი არ იყო, ან რიგითი საჯარო მოხელე კი არ იყო. ციხის პუნქტის საქმის დროს გივი მიქანაძე იყო სასჯელახსოვრების კურატორი მინისტრის მოადგილე. ადეიშვილის მოადგილე იყო. ხო, ის არა, უბრალოდ მოადგილე არ იყო, კურირებდა მის პერსონალურად სუბორდინაციაში შედიოდა ციხის საკითხები. ამიტომ დაიბარებს თუ არა მაგალითად ხარებას, ეგრეთ წოდებულს ზვიად ხარაზიშვილს, რომელიც ვანო მეირაბიშვილის ძალადობრივი სისტემის
ნაწილი იყო და იმ ცნობილ კადრებში ჩანს. ამიტომ რა თქმა უნდა, ნაცმოძრაობის რეჟიმის დანაშაულების გამოძიებას მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ აი საინტერესოა ვიმეორებ, მხოლოდ მიშას ნაცების დაბარება და გამოკითხვა მოხდება თუ ივანიშვილის ნაცების დაბარება და გამოკითხვა მოხდება თუ არა, ესეც არის რა თქმა უნდა საინტერესო და მნიშვნელოვანი. და ამითი ძალიან ბევრი რამ გამოჩნდება. ჩვენ რა თქმა უნდა პერიოდულად საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას ამ მიმდინარე პროპაგანდისტულ რაღაცა პროცესთან დაკავშირებით. ხო, კი ბატონო, რამდენად სწორია თქვენი აზრით გადაწყვეტილება ამ ოპოზიციური პარტიების ლიდერების, რომ არ მივიდნენ ამ საგამოძიებო კომისიაზე და არ მისცენ ჩვენება ან არის ლაპარაკი? ეხლა სხვის ნაცვლად, ну რა ვიცი, დღეს ვიხილეთ ხო, მაგალითად ბატონი ხაზარაძის და ბატონი ბადრი ჯაფარიძის გადაწყვეტილებები, ეხლა ეს სულად მათი გადაწყვეტილება და მათი გადასაწყვეტი იყო ისედაც მე თუ მეკითხებით, აი მე პერსონალურად ერთი ადამიანი, ერთი პოლიტიკოსი ანა ბუჩუკური, მე მაგალითად შეიძლება პირიქით მივსულიყავი და იქ მეთქვა ჩემი საქმე. ხო, მეც ასე ვფიქრობ, სიმართლე რომ ალეკოს რომ უბნებოდი ამაზე. ეს არის პერსონალური დამოკიდებულება. ხო, ასეთი შანსი რომ თეატრალურგიას დაუჯდე პირდაპირ ეთერში ელაპარაკო მურუსიძე ჩინჩალაძეზე. რავი, სხვა დროს როდის გექნება, სხვაგან სად გექნება. ჩინჩალაძეზე, ხო, ეხლა გასაგებია რომ ეს არის ეგრეთ წოდებული კომისია, რომ ეს პარლამენტი არის ეგრებული, როგორიც არის, მაგრამ ჩვენ ხომ სხვა რაღაცაზე ვსაუბრობთ. მე უფრო მეცაც გეტყვით მე რა, აი, როდესაც თელი წინასაარჩევნო პერიოდი ჩვენ ძალიან ისეთ პროპაგანდას გვაყურებინებდა, მთელ საზოგადოებას აყურებინებდა ოცნება და ამ პროპაგანდამ ჩვენ და სამწუხაროდ ნაწილობრივ მაინც იმუშავა, ზოგადად ხელისუფლების პროპაგანდას აუცილებლად უნდა დაუპირისპირდეს. სირაქლემას პოზიციაში ყოფნა პროპაგანდას არ აქრობს პირიქით. ზოგიერთ შემთხვევაში ეხმარება, რომ პროპაგანდა ბოლომდე გავიდეს. ხო, და სამწუხაროდ ოპოზიციის ლიდერებს აქვთ ასეთი პოზიცია, როცა ეკითხები, რომ რაღაც თქვა პროპაგანდისტული მესიჯი გაავრცელა ოცნების ამ ლიდერმა, ну მაგათ პასუხს ჩვენ არ გავცემთ ამბობენ. ხო, პასუხს გააჩნია, ხა ესე 2-2-4 არ არის ამისი რაღაც, მაგრამ ჩვენ ყოველთვის თვლით, რომ პროპაგანდას გასაგებია, რომ ეხა იმედი შეიძლება ვერ გადაფარო, იმიტომ რომ დიდი დაფარვა აქვს და გარდა ტელევიზიებისა ბევრი სხვა უპასუხო დატოვება რატო არის სწორი სტრატეგია ვარ. მე ამაში აბსოლუტურად მოყვებით და გეთანხმებით. ხო, კი ბატონო, რაც შეეხება ეხა ოპოზიციის სტრატეგიას და ერთობას და არ გამოსულ ერთობას. ბევრი ამბობს, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი თავარი დამნაშავე იმაში, რომ თუნდაც რაღაც უფრო მჭიდრო კოორდინაცია არ გამოდის. სხვა გალეკველი საშუალებაც მითხრა, რომ ნაცები ხო ამბობენ, რომ გახარია იფრანჭებაო და ვერ გამოვიდა რაღაც ნაცების კომპლექსიდან, ხაბეიშვილმა თქვა, ამ ოცნება მოახვია ყველას თავს ნაცების კომპლექსიო, ამბობს ხაბეიშვილი და ეხა გახარია აქედან ვერ გამოვიდა, ანუ ალეკომაც დამიდასტურა, რომ ისინი ვერ ჩამოყალიბდნენ, უნდათ ეს ერთობა თუ არ უნდათ ეს ერთობა. ანუ თქვენ ხართ ფაქტობრივად თავად დამნაშავეები, რომ ერთობა ვერ დგება ოპოზიციას. ბატონ ხაბეიშვილი თუ ნაცობით თავად კომპლექსდება, ეს მისი პრობლემა არის, რაც შეეხება გახარიას და გახარიას გუნდს, ეს ისტერია ერთობაზე და ერთიანობაზე რაღაც ახალი ტერმინი შემოვიდა, ღრმა კოორდინაცია თუ რაღაც ასეთი. თუ ერთიანობისკენ მიმავალი კოორდინაცია თუ რაღაცა მსგავსი. გახარიას პარტიას და პერსონალურად გახარიას და მე და ნებისმიერ ჩვენ გუნდის ნებისმიერ წარმომადგენელს გვერე ვერ ნახავთ ვერც ერთ ეთერს, ვერც ერთ ინტერვიუს, საჯარო განცხადებას თუ არასაჯარო განცხადებას, სადაც ჩვენ სიმართლე არ გვითქვამს ნაცმოძრაობასთან დაკავშირებით. მე რა ყოველთვის არჩევნებამდეც, არჩევნების შემდეგაც, დღესაც და მომავალშიც ასე იქნება, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ და მომავალშიც ვიტყვით, რომ ნაცმოძრაობა ჩვენი გუნდისთვის, ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის არის წითელი ხაზი. ეს არ შეცვლილა. უფრო მეცაც გეტყვით, მიმაჩნია მე პირადად, რომ ნაცმოძრაობა და ოცნება არის ერთი ჯოხის ორი ბოლო. რაც შეეხება კონკრეტულ ზეპარტიულ საკითხებს, როგორიც არის და ჩვენთვის ეს არის ორი საკითხი. მოდი პირდაპირ ვიტყვი, ორი კონკრეტული საკითხი, რაც არის ზეპარტიული. ეს არის საქართველოს ევროინტეგრაცია და ევროპული მომავალი და ეს არის პოლიტიკური პატიმრები. ამ ორ საკითხთან დაკავშირებით, ამ ორ ჩვენთვის ზეპარტიულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს არავისთან. მით უმეტეს თქვენ იცით, რომ ის ფორმატი რაც არის ქალბატონ ზურაბიშვილთან, ამ ფორმატში ჩვენი გუნდის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. დანარჩენი ახლა კიდევ ერთხელ ვამბობ, მე რა თქვენ სადაც თქვენ მაინც ხომ იცით ობიექტური ადამიანი ხართ, მე რა და თქვენ მაინც
იცით ჩვენი კაფიო ეს რაღაცა წინასარჩევნო ტყუილი კი არ ყოფილა ჩვენი გუნდის მხრიდან. დიახ, ნაცმოძრაობა იყო არის და მომავალშიც იქნება ჩვენი გუნდისთვის წითელი ხაზი. მაგრამ ახლა აქედან ამბობენ სხვა რამეს ის ხალხი, რომ ეხა უკვე ოცნებამ გადალახა ყველანაირ წითელი ხაზი, აგერ მიაქანებს როგორც ნაციონალურ მოძრაობა და სხვები ამბობენ ხელისუფლებას რუსეთისკენ, უпроსტად ქვეყანას რუსეთისკენ, ეგზისტენციალური საკითხები გვიდგასო ისინი ამბობენ და გავიდეს 12 წელი და აღარ არის ახლა იმის დრო, რომ რაღაცა ეს შენაცი, მენაცი, იმიტომ ყველა ერთად დავდგეთ და აი ეს რაღაცა პრობლემა გადავწყვიტოთ და ერთად გობის გარეშე არ გამოდისო. ყველა ერთად დავდგეთ და ბიზნეს მივეხმაროთ ყველამ ერთად? მე რა ვნახეთ, ჯერ ეგეთი ზუსტად ეგზისტენციალური პრობლემების წინაშე რო დგას ეს ქვეყანა, იმიტომ ვამბობთ, რომ ევროინტეგრაციის საკითხი და პოლიტიკური პატიმრების საკითხი არის საკითხები, სადაც ჩვენ ყველანაირ პარტიული ინტერესს გვერდით ვდებთ და ვამბობთ, რომ ჩვენ ამაზე კომუნიკაცია ყველასთან გვაქვს. მათ შორის, როდესაც ევროინტეგრაციას ეხება საქმე, არაერთი რაღაცა კოორდინირებული ნაბიჯებიც გადაგვიდგამს, მაგრამ ეხლა ძალიან დიდი ბოდიში პარტია, რომლის ესე ვთქვათ, რომელიც ლამის გაქრეს რადარებიდან და ხან რამდენ ნაწილად დაიშალა და ხან შეერთდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ რაღაც პარტიული ინტერესი აქვთ და ცდილობენ ვიღაცის დაბრალებას, არის ინტერესი და მოთხოვნილება უკვე იმ ხალხის და ეხლა ალეკველსაშვილმა მომდა რომ აქციაზე დგას ხალხი, რომელსაც საერთოდ აღარ ახსოვს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი, მაგრამ პატარები იყო. ალეკველსაშვილმა დათვალა ეს თითოეულ ადამიანს ესაუბრა. ხომ არ არისო მოთხოვნა, უფრო ერთიანობა, იმიტომ რომ ამ პროცესს რაღაც სხვა სიცოცხლე მიეცეს. მე რა არასერიოზული არის ესეთი განცხადებები, რომ აი აქციაზე დგას ხალხი, ვინც ამას ამბობს. მეც დავდივარ იმ აქციაზე და მეც ვესაუბრებ იმ ადამიანებს და მარტო აქციაზე კი არ დავდივარ, რეგიონებში დავდივართ და რეგიონებში ვესაუბრებით ადამიანებს და ეს რაღაცა ზერელი განცხადებების გაკეთება არასერიოზულია. უფრო მეცას გეტყვით მერაბ, ეს არაერთხელ მithქვამს და არ გაგიკვირდება პირადად შენც, ჩვენ ამაზე ძალიან ხშირად გვისაუბრია. როდესაც საქმე ეხება მესამე არჩევანს, მოდი ესე ვქოთ, ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეებს სამწუხაროდ არჩევანის გაკეთება უწევდათ წითელსა და ლურჯ შორის. ეს ხო ასე იყო. ხო, გავიგეთ, მაგრამ ქართულიც ეს პროპაგანდა მისედას ნაცებად გამოგაცხადათ. გასაგებია, ახლა პროპაგანდა იმასაც იტყვის, რომ რაღაცა ფრთები მაქვს, ან რაღაცა მსგავსი ხო არ ნიშნავს, რომ ეგრე არის, ხო, მაგრამ პროპაგანდამ კი გამომაცხადა, მაგრამ იმუშავა ამან. რატო ხარ დარწმუნებული არ იმუშავა? შეხედეთ შედეგებს და მიხვდებით, რატო არ ვარ დარწმუნებული. მე პროპაგანდას კი არ საკუთი კი არ უნდა მისცე მერაბ პირიქით, წეღან არ ვსაუბრობ, დიდ პროპაგანდას უნდა ებრძოლო. დავასრულებ წინააღმდეგ, ძალიან გთხოვთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს არჩევანი ფაქტობრივად არ ჰქონდათ, ჰქონდათ მხოლოდ წითელსა და ლურჯს შორის. ეს ხო შემდგარი ფაქტია. მეც ვყოფილ ვარ ისეთ პოზიციაში, როგორც მოქალაქე, რომ როდესაც საარჩევნო ყუთთან მივსულ ვარ, განა იმიტომ, რომ კანდიდატი მომწონდა, არამედ იმიტომ, რომ სხვა გზა არ იყო, მიმიქცია ხმა რაღაცა კონკრეტული, ეს ხო რეალობაა. მას შემდეგ რაც მანამ სანამ ჩვენი გუნდი გამოჩნდა პოლიტიკურ ველზე, როგორც კი ჩვენი გუნდი პოლიტიკურ ველზე გამოჩნდა, საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდათ არჩევანი. ოღონდ მე რა ვნახეთ თანხwebdriver ოცნების და ნაცმოძრაობის აქ რაშია, იცით? არც ერთს აწყობს, რომ სხვა არჩევანი არსებობდეს ამ ქვეყანაში და არც მეორეს. ამიტომ არის მე რა გადახედეთ მაგალითად პროპაგანდას რახან შევეხეთ. გადახედეთ პროპაგანდისტული იმედის ეგრეთ წოდებულ ქარდებს. რას გულისხმობ? რამდენჯერ აქვს გამოყენებული ოცნებას საკუთარი პროპაგანდისთვის ამ ოპოზიციური ლიდერების ესეთი რადიკალური განცხადებები. ანუ გამოდის, რომ ფაქტობრივად მაგალითად, არ ვიცი, ხაბეიშვილის და ყობახიძის ნარატივი გახარიასთან დაკავშირებით, როდესაც ერთმანეთს ემთხვევა, ეს ნიშნავს, რომ სასარგებლო იდიოტის როლში ხარ, ან სპეციალურად აკეთებ ამას და ეს მათი პრობლემაა. ნაციონალურ მოძრაობას, ხო? ისინი ხო არსებობენ. თან ორი პარტიით არსებობენ, ორი პარტიით არსებობენ უკვე. და შესაძლოა პარტიით არსებობენ. ეს არის მოქალაქის გადასაწყვეტი და არა, აქ საუბარი არის, რომ ეხა შესული ხართ ბრძოლაში. გაყავდა არ ვაღიარებთ, ასე შემდეგ ითხოვთ ადამიანს არჩევნებს, ან ახლა ხო იმაზე არ არის საუბარი, რომ პროგრამა და პარტიების არჩევანი საუბარია, რომ ყველას გაქვთ ერთი მიზანი, რომ პოლიტიკურები გამოუშვათ, ადამიანს არჩევნებს მიაღწიოთ. კომუნიკაცია, აქ არის, აქ გადადის ჩვენ ინტერესები თუ კოორდინაცია ჭირდება, ამას ერთობლივი დაგეგმა ჭირდება, ხა ალეკოს ეუბნებოდი, თუნდაც საინფორმაციოობის, ქმედებების და ასე შემდეგ. ხო, იმიტომ რომ ხელისუფლება არის ერთიანი რგოლი, იქ მუშაობს ერთი თავი, ერთი სათაო ოფისი, რომელიც ამას კოორდინირებულად ერთიანად
პროპაგანდას თუნდაც დავანებოთ სხვა რაღაცებს აწარმოებს. კოორდინაციასა და ერთიანობას შორის არის არსებითი სხვაობა. არსებითი სხვაობა. ერთიანობა არ იქნება, არავის არ უნდა კონდეს ამის მოლოდინი და ეს ისტერიაც არის ოპოზიციის აი ამ სხვადასხვა ნაცმოძრაობა რო ახსენეთ თუ როგორ ახსენეთ ამასაც. არის ეს ისტერია არის უბრალოდ ხო, არის უბრალოდ აი უსაფუძვლო იმ თვალსაზრისით თვითონ შეიძლება ნერვიულობენ, მაგრამ ეს მათი პრობლემა არის. კოორდინაცია არის სხვა რამ. როდესაც საქმე ეხება ევროინტეგრაციას და პოლიტიკური პატიმრების როლად გათავისუფლებას, ამას ვლაპარაკობ ზუსტად რომ აქ ჩვენი პარტიული ინტერესი გადადის გვერდზე და აქ გვაქვს კომუნიკაციაც და რაც საჭიროა ამ რაღაცა კოორდინაცია დავარქვათ კი ბატონო. ეხლა ახალი ტერმინები რომ შემოაქვთ, ახალი ტერმინები რომ შემოაქვთ. რომ აი გვინდოდა უფრო მეტი ჭიდრო რაღაც კოორდინაცია და გახარია ვარსამო. არა, მე რა ერთი წამი ეხლა მეც გამოვალ და რაღაცას დაგაბრალებ პერსონალურად. ამას ხო რაღაცას ჭირდება. არა, ეხლა მეც ვიტყვი ჰაერში ბევრ რაღაცას და ეს სერიოზულია? რა იყო, რაც უნდა გაგვიკეთებინა და არ გაკეთდა. ეს არ არის სერიოზული დამოკიდებულება. ეხლა ვიღაცა თუ ეჭვიანობს, ან ვიღაცას თუ იმისი პრობლემა აქვს, რომ პარტია ეშლება, მათ გაარკვიონ ერთმანეთში და მე აქ დავსვამ წერტილს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შემილია მაშინ ვლაპარაკო, მათ პარტიებში რა ხდება და ხوار დავიწყებ ჭორაობას, არა? რომელიც ბოლოს მის ამგონი საზოგადოებამ აუწყებელს ინტერვიუ, იქ ამბობდა ასეთ რამეს, რომ ეს ხალხი ყველა უბრალოდ ატყუებს თავის ამომრჩეველს, განსაკუთრებით თქვენს გულისხმობთ და ვინც ამბობენ რომ ჩვენ აი ნაცები არა ვართ და ასე შემდეგ და ის ხალხიც კი ვინც ქუჩაში დგას და ადამიანთან არჩევნებს ითხოვენ, სინამდვილეში ითხოვენ ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნებას. და მისი ლოგიკა არის ასეთი, რომ ყველა მიცის, რომ ცალ-ცალკე ეს პარტიები ხელისუფლებას ვერ დააკომპლექტებენ და თუ ადამიანელი არჩევნები დაინიშნება და ოპოზიცია გაიმარჯვებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ ნაციონალ-მოძრაობა და გვარამია მელიას პარტიასთან ერთად უნდა შედგეს ახალი ხელისუფლება. ამიტომ ვისატყუებენ, ხა ვისაყრიან თვალში ნაცარს გახარია იქნება თუ ის აქციის მონაწილეები, რეალურად ადამიანელი არჩევნები ნიშნავს ნაცების დაბრუნებას. ანუ ეს არის მისი ლოგიკა და აქ შეიძლება იყოს ლოგიკა, იმიტომ რომ მარტო თქვენ ვერ აიღებთ ხელისუფლებას. მე რა ამაზეც რამდენი გვაქვს? ვერც ხვები და ასე შემდეგ. მესმის რომ აი მათთან ერთად არ გინდა, მაგრამ როდესაც ვამბობ, რომ აი ეს ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერი, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი, აი ამ სასარგებლო საკვებს აძლევს პროპაგანდას, აი ახლა რასაც თქვენ კოპახიძის სიტყვები მოგაქვთ. ზუსტად იმავეს ლაპარაკობენ ეს ოპოზიციონერებიც. და იმის ნაცვლად რომ რაც მართლა მნიშვნელოვანია პოლიტიკური პატიმრები და ქვეყნის ევროპული მომავალი, იმის ნაცვლად რომ ამაზე ისაუბრონ, კონკრეტიკაზე და საქმეზე ისაუბრონ, ლაპარაკობენ ისევ გახარიას და გახარიას გუნძზე. ლაპარაკობენ ზუსტად იმავე სიტყვებით, რა სიტყვებითაც ლაპარაკობს კობახიძე. მერე ამათ ნალაპარაკებს იმედი, რომელიც არის ოცნების მთავარი პროპაგანდისტული მანქანა, ქარდებად იყენებს. მინიმუმ ამითი მაინც ხო უნდა მიხვდე, რომ რაღაცას არასწორს აკეთებ. მინიმუმ. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ მათ შიგნით პრობლემები აქვს და ეს ეგრეთ წოდებული კოალიციები ეშლებათ, ერთმანეთთან გაარკვიონ ამ კრახის მიზეზები და დაანებონ ამ სხვა პარტიებზე ლაპარაკს პირველ რიგში, რაღაც ეს აგრესიულ ისტერიას დაანებონ თავი. ვის ეშლება კოალიცია? ამით დავუშვით კითხვა ამ ეგრეთ წოდებულ კოალიციებს, ვის რა ეშლება და რა პრობლემები აქვს. თქვენ აშკარად რაღაც ინფორმაცია გაქვთ? მე დავიწყო ახლა ჭორაობა, როგორც თვითონ ჭორაობი, რაც არ მომწონს, ისინი რატო აკეთებენ, თქო იგივეს ხო არ გავაკეთებ. დაიწყეთ და მე ბოლომდე არა, ჯვარი წერია ჭორაობამდე დავიწყე. კარგი და ბოლოს რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს, ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე პოსტი შემხვდა, რომ აი გახარიას პარტია არის პარტია, რომელიც თითქოს პატიმრების მშობლებს და ოჯახის წევრებს ელაპარაკება ამ თემაზე, რომ ისინი დაითანხმოს, რომ არ გაუწიონ წინააღმდეგობა, არ გააპროტესტեն ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა და თვითონ თქვენ ემხრობით ამ იდეას, რომ ოპოზიცია მიიღოს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა. რა სიტყვით ამაზე? წეღა რომ მეკითხებოდით დანარჩენ პარტიებზე, აი საინტერესო არის მსგავს ტყუილებს და ჭორებს რომელი პარტია ავრცელებს. ესეც საინტერესოა. და ამასაც აუცილებლად მივაგნებთ, ვინ არის ის კონკრეტული ოპოზიციონერი და ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელიც აი ესეთ ამორალურ ჭორებს ავრცელებს და რატომ იცით? ჩემთვის ძალიან დიდი ამორალურობაა, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც შენ რაღაც არ შეგიძლია, პოლიტიკური პატიმრების, ოჯახის წევრების ემოციებით ითამაშო. ეს არის ამორალურობა. ამიტომ საიდანაც ეს ტყუილები ვრცელდება, აუცილებლად მივალთ იქამდე. აუცილებლად. ისე რა პოზიცია გაქვთ ამ? მაგრამ რაც შეეხება მუნიციპალურ არჩევნებს. ნუ ზოგადად დავიწყოთ, ახლა ესეც არ ახალია ჩვენგან ეს პოზიცია, რომ ნებისმიერი პარტია ყოველთვის მზად უნდა იყოს ნებისმიერი არჩევნებისთვის, იმიტომ რომ პოლიტიკური პარტია არის პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური
საქმიანობის ნაწილი არის. არჩევნებამდე მერაბ დარჩენილი არის თითქმის 7 თვე, ნუ ცოტა ნაკლები 6 თვეზე მეტი. ვერავინ ვერ მოახდენს ჩვენი პარტიის გადაწყვეტილებაზე გავლენას, ვერც გულისხმობ პოლიტიკურ პარტიას, ვერც ოცნება და ვერც ერთი ოპოზიციური პარტია და ვერც ქვეყნის შიგნიდან ვერ მოხდეს ვერავინ ამაზე გავლენას და ვერც ქვეყნის გარედან. აი ოცნებას უყვარს ხოლმე ხშირად ლაპარაკი, რომ აი ელოდებიან ქვეყნის გარედან რა დავალებას მიიღებენ. ყველაზე მეტად ვინც ელოდება და შეყურებს საზღვარგარეთს, ეს არის თავად ოცნება, იმიტომ რომ დილა იწყება მათი მოლოდინებით ტრამპისადმი და დღე მთავრდება მათი მოლოდინით ტრამპისადმი. თუ კი ვინმე ელოდება საზღვარგარეთიდან გადაწყვეტილებებს, ეს არის თავად ოცნება. ჩვენი გადაწყვეტილება იქნება გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენი გუნდი მიიღებს ჩვენ ისე როგორც მიგვაჩნია სწორად სახელმწიფოსთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ ამორჩეველთან არა. ჩვენს ამორჩეველთან შეთანხმებით. 7 თვეა მერაბ დარჩენილი. შეხედეთ რა ხდება. რა შეიძლება მოხდეს, რომ გადაწყვეტოთ, რომ ღირს მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში. ყველაფერი შეიძლება მოხდეს და არაფერი შეიძლება მოხდეს და შეიძლება მოხდეს ის რაღაც, რასაც მე და თქვენ 7 თვეში რა მოხდება კი არა მერაბ. 1 თვეში რა მოხდება ის არ ვიცით. საქართველოში რა მოხდება კი არა. შეხედეთ გლობალურად რა ხდება. ისე იცვლება ყოველდღიურად ვითარება. რო თulit ეხა ვარიანტებს, რამ შეიძლება შეცვალოს, ეხა თქვენ ამბობთ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, პარლამენტი არის არალეგიტიმური, ითხოვთ ახალ არჩევნებს და პოლიტიკურების გამოშვებას. რა შეიძლება მოხდეს 7 თვეში ისეთი, რომ თქვენ გადაწყვეტ, ანუ თუ დაინიშნა ახალი არჩევნები და მასთან ერთად ჩატარდა მუნიციპალური არჩევნები, გასაგებია. ერთად თუ ჩატარდა. ერთადერთი ეს ვარიანტი შეიძლება იყოს, რითიც წარმოვიდგენ, რომ რა შეიძლება მოხდეს. არა, აქ შემთხვევაში მე ვასახელებ ერთადერთ ვარიანტს თუ ხელისუფლება დათანხმდა პლუს ადგილობრივ არჩევნებთან ერთად საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. სხვა რა ოპცია შეიძლება წარმოგიდგენიათ, რომ მიღირდეს მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში? ზუსტად ახლა თქვენ როგორც დააფორმულირეთ შეკითხვა, ეს არის ფაქტობრივად მარჩიელობა, მარჩიელობის მიხედვით პოლიტიკური სერიოზული პოლიტიკური პარტია გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდეს. აქ საუბარია, რომ ვარიანტებს ხო თulit ეხლა პარტია ხო? რაღაც ერთი სცენარია, მეორე სცენარია, მესამე სცენარია. ხო. ერთი სცენარი არის ჩემთვის ერთადერთი, როგორც ახლა ამომრჩევლისთვის, როცა შეიძლება ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ღირდეს, თუ ხელისუფლება დათანხმდა ადამდელ არჩევნებზე. დაგიათ ახლა რომ პირდაპირ ეთერში ოცნებას ღიად ვუთხრა, ჩვენი ტაქტიკა როგორი იქნება? არა, ტაქტიკას არ ვამბობ, მაგრამ სხვა რამე სცენარი არსებობს, რომელშიც თქვენ განიხილავთ. არჩევნებამდე, რომ მიიღოთ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში. 7 თვით ადრე ამაზე ვინც დღეს ან კი სიტყვის, ან არას არის ჩვენი აზრით არასერიოზული დამოკიდებულება საკუთარი ამორჩევლის წინაშე, ქვეყნის წინაშე და გამოდის რომ საერთოდ პოლიტიკური პროცესი რა შეიძლება წამოყვეთ თქვენი ამორჩეველი თუნდაც იმაზე რომ აი ვითარებაში როცა პარლამენტს აცხადებ არალეგიტიმურად და ამბობ რომ ოცნება აყალბებს არჩევნებს და ასე შემდეგ და საპარლამენტო არჩევნები მოიპარავ ამას ამბობ ადგილობრივ არჩევნებში ღირდეს მონაწილეობის მიღება. აი რა შემთხვევაში შეგიძლიათ ამისახელოთ აი როგორ შეიძლება დაალაგდეს თეორიულად თუნდაც თქვენ იცით როგორ შეიძლება დაალაგდეს? არა, მე ვამბობ რომ რა სცენარზე არის გათვლილი ეს თქვენი მხრიდან. თქვენ იცით რა რომელი სცენარი შეიძლება დაალაგდეს? თქვენ იცით გლობალურად რომელი სცენარი შეიძლება დაალაგდეს? თქვენ იცით ევროპაში მაგალითად რა მოხდება? მაგალითად შეიძლება დაალაგდეს, რომ მაგალითად დასავლეთმა აღიაროს არჩევნების შედეგები და თქვას რომ ლეგიტიმურია ეს პარლამენტი და მიდით ახლა მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. კითხვის ფორმულირებას ცემს და კითხვის ფორმულირება ადასტურებს ჩემს პასუხს. დიახ, ნამდვილად არ ვიცით რა სცენარები შეიძლება განვითარდეს, არა მხოლოდ საქართველოში მერაბ, არამედ გლობალურად. დღეს ამაზე კის თქმა, ან არას თქმა არის უბრალოდ არასერიოზული. ვერავინ ვერ მოახდენს ჩვენს გადაწყვეტილებაზე გავლენას და თქვენ იცით რომ ბევრ სხვადასხვა საკითხზე მანამდე მაგალითად პარლამენტი არ დატოვეთ ხო სხვებთან ერთად. კი ბატონო, უფრო მეცაც კეთვით, გონია რომ სხვების მხრიდან მანდატების დატოვება შეცდომა იყო, ესეც ჩემი პირადი მოსაზრებაა. რა ვიცი, შეხედეთ ახლა. თუ არალეგიტიმურია, ჩვენ რო არ დატოვეთ მანდატები, პარლამენტი ლეგიტიმური გახდა? ხო, გახსოვთ მთელი ისტერია რო იყო ამაზე. ხო, გავიგე, მაგრამ ახლა დაგატოვებინებია მაისში მაინც, ხო? ეს მაისი საიდან მოიტანეთ? რა 6 თვე ხო არის ვადა, რომ ხო, შეიძლება ამ დედლაინებსაც აუხსნათ მაყურებელს რაზე არის საუბარი, რომ კანონის მიხედვით თუ 6 თვე დეპუტატი არ დადის პარლამენტში, უმრავლესობა შეუძლია თავად გაგრიცხოთ თქვენ პარლამენტიდან. თქვენ არ დადიხართ პარლამენტში. არ დავდივართ. შესაბამისად ხო მაისში გადის, სადმე ხელფასაც არ ვიღებ, მაინც რომ
არა, სადმიც არ გვერდება. საერთოდ არ ვიღებთ ხო? ან როგორ უარი თქვით, არ გერიცხება. არა, ანუ სამართლებრივად ესეა, რომ როდესაც არ იღებ მონაწილეობას და არც ერთ კომიტეტში არ ხარ გაწევრიანებული, ხელფასი არ გვაქვს და შეგამსა ხელფასაც არ. ხო და რა მოხდება მაისში? ამაზე შეგიძლიათ მიპასუხოთ. მაისის დედლაინი რომელიც ხო, მაისის ეს დედლაინი კობახიძის განაც მსმენია და ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერების განაც რაღაცა ეს დედლაინი მსმენია, სიმღერის არ იყოს მოვა მაისი. და აქაც პირდაპირ ეთერში ნამდვილად არ ვაპირებ იმის თქმას, რას როგორ გააკეთებს ჩვენი პარტია, მაგრამ ერთი რაც ცალსახად მნიშვნელოვანია და ასევე ბევრჯერ გვითქვამს და ახლაც გავიმეორებ არის, რომ მე რა ვდიახ, ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია ერთადერთი ლეგალური გამჭირვალე დაფინანსება. დიახ, მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენმა გუნდი, რომელსაც არც თავისი ოლიგარქი ყავს, სხვებისგან განსხვავებით. ანუ საბიუჯეტო დაფინანსების დაკარგვა არ გინდათ. ამაზე ვსაუბრობ. რა თქმა უნდა, ეს რამდენჯერ გვითქვამს. და შეიძლება მიხვიდეთ პარლამენტის ხტომაზე. რომ თუნდაც ერთი დასწრებად ჩაგეთვალო. გითხარით რომ არა ეს თქვი ახლა მე? არა, მე ვარიანტს გთავაზობ. არა, ვარიანტი ძალიან ბევრია დამეწმული, მაგრამ პირდაპირ ეთერში ამის თქმას არ ვაპირებ, მაგრამ ეს რაღაცა დედლაინების დაწესება კობახიძის მხრიდან, გითხარით მოვა მაისი. კარგი, ნახოთ მოვა მაისი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ გვაქვს რეკლამა, რეკლამის შემდეგ ჩვენ ვისაუბრებთ სწორედ გლობალური პოლიტიკა რა გავლენას ახდენს საქართველოს შიდა ამბებზე. ნინო კალანდაძე და კახა გოგოლაშვილი იქნებიან ჩვენი სტუდიაში. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მაშასე პოლიტიკური სივრცე ეთერში დაბრუნდა. გერმანიამ ქართველ მაღალჩინოსნებს, რომლებიც საპროტესტო აქციების ჩახშობაზე არიან, პასუხისმგებლები ქვეყანაში შესვლის შესახებ დამატებითი აკრძალვები დაუწესა. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალურ პლატფორმა XZ წერს. დაახლოებით 3 თვეა ქართველი ხალხი ევროკავშირში მომავლის მხარდასაჭერად და საქართველოს ხელმძღვანელობის კურსის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე გამოდის. ისინი კვლავ დაშინების, დაკავებებისა და ძალადობის საფრთხის წინაშე დგანან. გერმანიამ დღეს ქართველ მაღალჩინოსნებს, რომლებიც საპროტესტო აქციების ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები, ქვეყანაში შესვლის შესახებ დამატებითი აკრძალვები დაუწესო, წერს გერმანიის საგარეო უწყობა, თუმცა გვარებს და სახელებს არ ასახელებს, თუ ვინ არიან დასანქცირებულნი. პარალელურად კიდევ ერთ საინტერესო განცხადებას წაგიკითხავთ, მტკიცედ ვმუშაობთ გაფართოების საკითხებზე. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ განაცხადა. აქ ამ განცხადებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ არის ის, რომ ამ ჩამონათვალში აღარ არის საქართველო. მტკიცედ ვმუშაობთ გაფართოების საკითხებზე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან. გაფართოება საუკეთესო გეოპოლიტიკური ინვესტიციაა, ამბობს კოშტა, რომლის გაკეთება ევროკავშირს შეუძლია. სწორედ ამიტომ 4 თვეში უკრაინას 2-ჯერ ვეწვიე. სწორედ ამიტომ ვეწვიე მოლდოვას მარტის დასაწყისში და მიმდინარე წელს ორმხრივ სამიტს მოვიწვევთ. სწორედ ამიტომ პირველი სამიტი, რომელსაც თავმჯდომარეობდი, დასავლეთ ბალკანეთთან იყო რეგიონთან, რომელსაც მაისში ვეწვევი. ანუ კონკრეტული ნაბიჯები არის დასახელებული, რა იქნება უკრაინასთან დაკავშირებით, დასავლეთ ბალკანეთთან დაკავშირებით და მოლდოვასთან. საქართველოს ხსენება ამ კონტექსტში აღარ არის. რას ნიშნავს ეს ყოველივე? რამდენად მუშაობს გერმანიის სანქციები, როგორ ახდენს გავლენას ჩვენთან მიმდინარე მოვლენებზე ტრამპის პოლიტიკა და სხვა საკითხებზე ვისაუბრებთ გადაცემის ამ ნაწილში. ჩვენი სტუმრები იქნებიან ნინო კალანდაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, რომდელის ფონდის მკვლევარი. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. დავიწყოთ გერმანიის სანქციებით. რამდენად აქვს ამას მნიშვნელობა? ბალტიის ქვეყნების სანქციები ჩვენ ვნახეთ, მაგრამ ხელისუფლება ძალიან აგდებით ეკიდებოდა ამ ყველაფერს. ბალტიის ქვეყნებს რაღაც სუვერენიტეტი დაუწუნეს. გერმანიასთან დაკავშირებით ჯერ არ ვიცი, მე არ შემხვედრია დღის ბოლოა და მათი განცხადება. მე მგონი ფიქრობენ ან საერთოდ არ აპირებენ. რამდენად ექნება ამ ყველაფერს გავლენა და ამ სანქციებს მნიშვნელობა? რაოდენია თქვენგან დავიწყოთ. საღამშვიდობის მერე მივესალმები თქვენს მაყურებელს. სანქციებს რამდენიმე განზომილება აქვს, ამ შემთხვევაში პირველ რიგში პოლიტიკური განზომილება და შემდგომ უკვე ტექნიკური, ანუ როგორ აღსრულდება და რამდენად მტკივნეულია ეს მართლაც ადრესატისთვის. პოლიტიკური განზომილების ნაწილში ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ბერლინმა. მე ჯერ კიდევ წინამთავრობის პირობებში ვიყავი ვიზიტით გერმანიაში და ეს პრაქტიკულად წარმოუდგენელი ჩანდა მაშინ, რომ გერმანია ასე ვთქვათ, უგულებელყოფას გაუკეთებდა იმ ძალიან მნიშვნელოვან პრინციპს, რომელსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სწორედ ბერლინი
რაც არის ევროკავშირის ერთიანობა და ერთიანი სულისკვეთება. ანუ აი ეს ერთიანობის პრინციპი, როგორც წესი, არ ირღვევა და ამიტომ თითქმის შეუძლებელი ჩანდა, რომ გერმანია მიიღებდა გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირის ერთიანი გადაწყვეტილების მიღმა, ვთქვათ, უნგრეთის და სლოვაკეთის პოზიციის უგულებელყოფით, ის საქართველოსთან მიმართებით მაინც მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას და, ვთქვათ, ორმხრივ სანქციებს დაუწესებდა. ყველა საუბრობდა იმაზე, რომ გვესმის, რომ ამის საჭიროება არსებობს, მაგრამ ერთიანობის პრინციპი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამას გერმანია ვერ გადაუხევს და თუ ამას გერმანია არ იზავდა, შესაბამისად სხვაც ვერავინ ვერ იზავდა. აბსოლუტურად ფუნდამენტურად შეცვლილია ვითარება ახალი კოალიციის მოლოდინში მყოფი გერმანიის პირობებში, რაც ეს ცალკე დაუწესა ამ პრინციპის უგულებელყოფა მოხდა, იმიტომ რომ როგორც ჩანს, მათთვის სანქციების დაწესების პოლიტიკა გადაწონა მათ საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოსთან და აი ამ გრძელვადიან ხედვასთან, რომელიც მათ რეგიონთან მიმართებით აქვთ, გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, რომელიც მათ საქართველოს მიანიჭეს და ის გადაწყვეტილებები, რომელიც მანამდე იყო საქართველოსთან მინიმუმ ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებით მიღებული, ამ გადაწყვეტილებიდან რომ უკან არ დაიხევენ, ეს ბერლინმა ძალიან ნათლად გააჟღერა. ამას რამდენიმე საფუძველი აქვს. პირველი ის, რომ მათ უკრაინასთან მიმართებით ძალიან გამოკვეთილი პოზიცია აქვს და შესაბამისად მიიჩნევენ, რომ ივანიშვილი ამ პოზიციებთან თანხვედრაში მის პოლიტიკას არ ახორციელებს. და მეორე გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, რომელსაც ისინი საქართველოს ანიჭებენ, სადაც დიქტატურული რეჟიმი მათ ინტერესში არც ერთ ვითარებაში არ შედის. ამიტომ როგორც ჩანს, ახალი კოალიციის და ახალი კანცლერის პირობებში ეს პოზიციები კიდევ უფრო მეტად გამყარდება, ვიდრე ეს იყო სოციალ-დემოკრატების პირობებში. ხო, ეს ნიშნავს, რომ ანუ ეს პოლიტიკა შემუშავდა და რადგან მათ ჯერ კიდევ დაუკომპლექტებელი კოალიციის პირობებში, მთავრობის პირობებში მოიცალეს ამ გადაწყვეტილებისთვის, ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად შეუქცევადი გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოსთან. რა თქვენ რას ფიქრობთ ამ გადაწყვეტილებაზე? ამდენ მოახდენს ეს გავლენა ხელისუფლებაზე. თუ არც ერთ არ ვახ, ხო, ერთ რაღაც ამბობენ, რომ აი გერმანია რაღაც გული წყდება და ასეთი განცხადებები იყო, ხო, ადრე, როცა ეს პირველად მიიღო ასეთი გადაწყვეტილება გერმანიამ, რომ ვეღარ ვცნობ გერმანიას, ირაკლი კობახიძემ თქვა, მათთვის დემოკრატია აღარ არის მნიშვნელოვანი და ასე შემდეგ. რა მოგახსენოთ? ცოტა გამეღიმა ახლა ვეღარ ვცნობის. ხო, ვეღარ ვცნობ. ეს სიტყვები გამოიყენა. კი ბატონო. ეს მაყურებელმა განსაჯოს ახლა რამდენად ესე ვთქვათ სასაცილოა თუ არა ესეთი შეფასებები გერმანიასთან მიმართებაში. მე ვიტყოდი რომ ეს იყო მოსალოდნელი აბსოლუტურად რომ გერმანია და სხვა ქვეყნები ვიცით ჩვენ რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მიიღეს ცალმხრივი სანქციები. ბოლოს და ბოლოს ევროკავშირშიც უკვე მიდიან იმ მოსაზრებამდე რომ ქალბატონინო რაც ლაპარაკობდა ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულებიდან გამოდის რომ უნდა ესტრაფონ ერთიანობისკენ ყველა გადაწყვეტილებებში რომელიც საგარეო პოლიტიკას ეხება და საგარეო და თავდაცვის პოლიტიკას ასევე უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკასაც და ამისკენ მიდიოდნენ ყოველთვის და ამიტომ ცდილობდნენ ფეხსი ითრევდნენ ყოველთვის რაღაც ისეთ გადაწყვეტილებებზე ცალ-ცალკე მიღებაზე მიუხედავად იმისა რომ საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების პოლიტიკა ასევე თავდაცვის პოლიტიკა წარმოადგენს ექსკლუზიურ უფლებას ქვეყნებისა. ის რომ ისინი ერთად იღებენ რაღაც გადაწყვეტილებებს, რასაც მათ რისკენაც უბიძგებს, მათ დამფუძნებელი შეთანხმება არ ნიშნავს, რომ მათ არ აქვს საკუთარი გადაწყვეტილებების და საკუთარი პოლიტიკის უფლება. ეს რჩება ექსკლუზიურ უფლებად ნებისმიერ ქვეყნას. ამიტომ, როდესაც ეს კონსენსუსი არ მიიღწევა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და შეუძლებელია ამ ესე ვთქვათ, ამ მიმართულებით უფრო მეტი გაღრმავება პოლიტიკის, მაშინ ისინი გადიან ამ სფეროდან, ევროკავშირის სივრციდან გადიან და იღებენ ცალკე გადაწყვეტილებებს. შესაძლებელია კოალიციურადაც. და კიდევ ერთ რამეს უნდა გვავიწყდება, რომ ევროპარლამენტმა თავად ევროპარლამენტი არის ზედამხედველი პრაქტიკულად არა მარტო დემოკრატიის, თუნდაც როგორ ფუნქციონირებენ ინსტიტუტები, როგორ მის ევროკავშირის პოლიტიკების ესე ვთქვათ გაღრმავება, განვითარება. ევროპარლამენტმა თავად მოუწოდა წევრ ქვეყნებს, რომ დაანებეთ თავი ამ ერთიანობის ზევნას და ცალ-ცალკე ქვეყნებმა დაიწყეთ დაწესება სანქციებისო. რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ევროკავშირში პოლიტიკურ სივრცეში არის კონსენსუსი იმაზე, რომ რახანაც ვერ ახერხებენ და რახანაც არსებობს ტროის ერთი კი არა რამდენიმე ცხენი ევროკავშირში
ტროიანული თუ როგორ არის უბრალოდ ქართულად? ტროასხენი, ხო, დიდი მადლობა. ტროასხენი, ამიტომ მიიღეთ ესეთი გადაწყვეტილებები ცალკე ან შექმნით კოალიციები. კი ბატონო, მაგრამ ნუ ოცნებებისთვის ეს ჯერჯერობით ეს სანქციები არ გამხდარა ასე რაღაც განსაკუთრებული პრობლემა. ხო, რაღაც ხედავ. ხო, ეს საკითხი კი ესეც იკითხეთ თქვენ. იცით რა, ყველაფერი აი 2 წლის წინ ხო ყველას გაუკვირდებოდა რომ ამის მიათედი მომხდარიყო და ოცნებას არ ქონოდა რაღაც ისტერიული რეაგირება ამაზე ყველაფერზე, ხო? მაგრამ ყველაფერს ეგუება საბოლოო ჯამში ოცნებამაც გადაახალისა თავისი პოლიტიკა, თავისი შეხედულებები, თავისი განცდები შეიძლება ვთქვა და საბოლოო ჯამში ის რაც დაფარული იყო, გამოიტანა გარეთ. მაგალითად ის რასაც აკეთებს ახლა ოცნება, თქვა თუ გახსოვთ პირველად 2023 წელს რამხელა ის იყო დებატები და დისკუსიები იმასთან დაკავშირებით მიიღოთ თუ არა ის კანონი აგენტების შესახებ. და როგორ ქმნიდნენ იმ კამუფლაჟს, რაღაცა იცით, დაფარულ რაღაც იმას ანტურაჟს უკეთებდნენ ამას. ხო, ანტურაჟს უკეთებდნენ, თითქოს არაფერი არ არის, თითქოს აკეთებდნენ. ეხლა როგორ იღებენ კანონებს? ეხლა ეს ყველაფერი უკვე დაივიწყეს, გადავიდა ახალ ხარისხში. ანუ ოცნებას აღარ აქვს პრეტენზია, რომ ის არის დემოკრატიული ძალა, რომ ის არის პროევროპული ძალა, ის არის რაღაც ესე ვთქვათ პროგრესში იყურება. ოცნებას აქვს სრულიად უკვე ეს გაფანტული ეს ილუზიები თავისთვისაც და მათი ამ მომრჩევლებსაც ეუბნება რომ ილუზიები ნუ გაგვაქვთ. ჩვენ ვართ ავტორიტარული ძალა, ჩვენ გვინდა მეტი კონსოლიდაცია ავტორიტარიზმის და ეხლა მოელოდეთ ჩვენგან ყველას. ამიტომ გერმანიის სანქციები იქნება თუ ნებისმიერი სხვა სანქციები, სანამ ძალიან არ შეეხება მათ და არ ვიცი მე როგორ უნდა შეეხოს ძალიან, ანუ დამანგრეველი არ იქნება მათთვის. მანამდე ისინი გააგრძელებენ ამაზე პრაქტიკულად რეაგირების გარეშე თავიანთ მოქმედებას. ხო, ანუ სხვა ქვეყნები წაყვებიან თუ არა, ეს არის საინტერესო და მნიშვნელოვანი. კი ბატონო, ის რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამბობს ჩამოთვლის ქვეყნებს გაფართოების მიმართულებით უკრაინას, დასავლეთ ბალკანეთს, მოლდოვას და არ ახსენებს საქართველოს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩაიხსნა საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგიდან. გაფართოების დღის წესრიგიდან. ეს ნიშნავს, რომ ამ წუთას საქართველოს დღის წესრიგიდან ჩახსნილია, რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას, რაც შეეხება კანდიდატის სტატუსიდან შემდეგ ეტაპზე გადასვლას. ამ ეტაპზე საქართველოსთან ეს ეტაპი, შემდეგი ეტაპი არ განიხილება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უბრალოდ არავინ არ არსებობს, ვისთანაც შეიძლება მათ ეს დისკუსია წარმართონ და შემდგომ აღსრულების ეტაპებზე შეთანხმდნენ, განიხილონ, შესაბამისი რესურსი მიმართონ და ასე შემდეგ. პირველი, იმიტომ რომ ხელისუფლება საქართველოს ყავს დიქტატორული რეჟიმი, რომელსაც არ უნდა ევროკავშირში ინტეგრაციის პოლიტიკის გაგრძელება და შემდგომ ეტაპზე ქვეყნის გადაყვანა და მეორე, იმიტომ რომ წარმომადგენლები, რომელიც 2008 წელს იქნებით მზად ამისთვის. ნუ, ამიტომ ჩვენ საუბრობთ ახლა ამ ეტაპზე, ერთი დედაქალაქებში ცნობიერება მისულია იქამდე, რომ ივანიშვილის პირობებში არანაირი ინტეგრაციის პროცესი არ იქნება. პირველი, იმიტომ რომ მათ იციან, რომ ივანიშვილი ამ პოლიტიკას არ გაატარებს და მეორე, იმიტომ რომ ივანიშვილის პირობებში საქართველოს ეს პერსპექტივა უხეშად რო ვთქვათ არ ეჭყანება. ამიტომ ამ ეტაპში გულისხმობდა მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილის წარმომადგენლებს ისინი ლეგიტიმაციას არ ანიჭებენ, ისინი არ მიაჩნევენ, რომ მათ სახალხო ლეგიტიმაცია გააჩნიათ იმისთვის, რომ დედაქალაქებმა რაიმე ტიპის ინტეგრაციაზე ან პოლიტიკის გაგრძელებაზე მათთან ისაუბრონ. სამიც ვერ გამართავ, ხო? ვერავისთან ვერ გამართავ, ვერც სამიც ვერ გამართავენ, ელჩებს ვერ ნიშნავენ და წარმომადგენლობა, ანუ ტექნიკურ დისკუსია დიალოგამდეც კი ვერ დადიან, ან დიპლომატიური მინიმალურ სტანდარტზეც ვერ არის ჯერ შეთანხმებული. ევროპა თუ რა ფორმით შეძლებენ ისინი რეჟიმის წარმომადგენლებთან ურთიერთობის გაგრძელებას. ამიტომ სამიტი არის კულმინაცია უკვე ყველაში, როდესაც ყველაფერი არის შეთანხმებული. ამიტომ კი, თქვენ კითხვაზე პასუხი არის, რომ ამ ეტაპზე საქართველოს დღის წესრიგიდან ჩახსნილია. ამ ეტაპზე რეგიონში საქართველოსთან მიმართებით ღიად რუსული პოლიტიკა ტარდება, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველოს ვერ უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში, ვერ უნდა გადავიდეს შემდეგ ეტაპზე და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ლაპარაკი ზედმეტია. მიუხედავად ამისა, გერმანიის გადაწყვეტილება და მათ შორის ბატონი კახა საუბრობდა, რომ კოალიციური გადაწყვეტილებები იქნება და დიდი ალბათობით იქნება, იმიტომ რომ გერმანია კონსულტაციების გარეშე ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არ მიიღებდა. მათ შორის შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ სხვა დასავლური
დედაქალაქები ამ მაგალითს გაიზიარებენ და მიყვებიან ანალოგიურად, რაც ცალსახად იმას მიანიშნებს, რომ რეგიონსა და საქართველოსთან მიმართებით ევროპას თავისი ინტერესები ძალაში რჩება და ევროპის ინტერესები განსხვავებით, ვთქვათ, ჩინური თუ რუსული ინტერესებისგან რეგიონში ნიშნავს, რომ მათ სჭირდებათ დემოკრატიული საქართველო. ისინი ვერ იურთიერთებენ ქვეყანასთან, რომელიც არ არის, რომელიც ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას ახდენს. ამიტომ საქართველოსთან მიმართებით მათი ყურადღება და ინტერესი არ შესუსტდება და ახლა ასე ჩანს, რომ ის ქვეყნები, რომლებიც თქვათ უკრაინასთან მიმართებითაც უფრო ხმამაღალ პოზიციებს ავლენენ და ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის განახლებული პოზიციების გათვალისწინებით მეტი სიმძიმის ძალა, ვთქვათ, დასავლეთ ევროპაზე გადმოდის, მათი ყურადღების ცენტრში საქართველო კვლავ დარჩება. კი ბატონო, ამერიკა ახსენეთ და ჯინშახინმა გავრცელა განცხადება, ქართული ხალხის გვერდით ვდგავარ და ჩემს კოლეგებს მოუწოდებ შემოუერთდნენ მეგობარი აქტის მხარდაჭერაშიო. აშშ სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი სენატორ ჯინშახინი წერს ტვიტერზე, დემონსტრანტები აგრძელებენ მშვიდობიან მოძრაობას დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად, ქართული ხალხის გვერდით ვდგავარ და ჩემს კოლეგებს მოუწოდებ შემოუერთდნენ მეგობარი აქტის მხარდაჭერაში. ბატონო კახა, ამერიკის პოლიტიკაზე რო გადავიდეთ, რამდენად შეიძლება რომ ამერიკის ამ ადმინისტრაციამ გააგრძელოს წინა ადმინისტრაციის რაღაც მკაცრი პოლიტიკა. ჯერჯერობით სრული შტილია, ასე ვთქვათ, არაფერი საქართველოს მიმართულებით, ისიც არ ვიცით ეხლა ეს მეგობარი აქტი გავა, არ გავა ჯინშახინმა მოწოდება გაავრცელა. მაგრამ ალბათ ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ იქნება პოლიტიკა, ხო? გადაწყვეტილება ახალი ადმინისტრაციის. კი, ნამდვილად, აბსოლუტურად რისკები არსებობს. იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა მთლიანად მოახდინოს დისტანცირება ევროპული საქმეებისგან და თუ ეხა ევროპული საქმეებისგან მოახდენს დისტანცირებას, ეჭვმეპარება, რომ ძალიან დაინტერესებული იქნება საქართველოში რა ხდება, იმით მე ადმინისტრაციაზე გულისხმობ. შეერთებული შტატების მთლიანად, ესე ვთქვათ, მის სტრატეგიაში, რა თქმა უნდა, დარჩება შეუძლებელი ამ ინერციის ესე სწრაფად შეცვლა, რომ შეერთებულ შტატებს არ კონდეს როგორც ქვეყანას ინტერესი გნებავთ ევროპისთვის და გნებავთ საერთოდ გლობალური ინტერესი არ გააჩნდეს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საქართველოს დარჩება ყოველთვის შეერთებული შტატებისთვის გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ქვეყანა არა მარტო დემოკრატიის ხელშეწყობის ამოცანა და მისი განვითარების ამოცანა შეერთებული შტატებში სიღრმისეულად რჩება, კი ებრძვიან ამ deep states, მაგრამ ამის განადგურება შეუძლებელია, იმიტომ ეს არის შეერთებული შტატების კულტურა, რომელიც ჩამოყალიბდა სუბკულტურა მისი, ესე ვთქვათ, establishment-ის სხვადასხვა მაგალითად ბიუროკრატიის სახით სუბკულტურა შეერთებული შტატების, რომელიც საუკუნეების ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში მუშაობდა სულ იმაზე, რომ დემოკრატია უნდა გაძლიერდეს სოფლიოში. ხელი შეუწყო მთელ სოფლიოში დემოკრატიულ განვითარებას, საერთაშორისო სამართალი შემოიტანა, საერთაშორისო სამართალში დემოკრატიზაციის, ესე ვთქვათ, ელემენტები გააძლიერა. ახლა შუა საუკუნეში იყო საერთაშორისო სამართალი, მაგრამ განსაკუთრებით დემოკრატიული გახადა და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსვლით არ მოშორდება. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ მე არ მაქვს იმედი, რომ მაგალითად ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსი და მისი დემოკრატიის, ესე ვთქვათ, ხარისხით ძალიან შეიწყვებს თავს, პირდაპირ ვამბობ ამას, პოლიტიკოსი არ ვარ და შემიძლია, ესე ვთქვათ, ვისაუბრო, მე მგონი ღიად, მაგრამ მე იმედი მაქვს მაინც, რომ შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანო, ანუ კონგრესი, თავის ზედა და ქვედა ორივე პალატა გააგრძელებს იმის ესე ვთქვათ ძალისხმევას, რომ დემოკრატია გაძლიერდეს იმ ქვეყნებში, ყოველ შემთხვევაში, რომელიც დაადგენენ დემოკრატიზაციის გზას და რომელსაც ხელშეწყობა ჭირდება. ალბათ ნიშნავს ის, რომ აქამდე ვთქვათ რაღაც კონტაქტები ვერ შედგა, ხო, ოცნებასა და იცით რა, მინდა ერთ რაღაცას გაუსვა ხაზი. ეხლა ძალიან დიდ აქცენტებს აკეთებენ თავად ტრამპზე და მის ადმინისტრაციაზე და პრეზიდენტი და მისი პოლიტიკა და ასე შემდეგ, თვითონ ეს ყველაფერი ცulis. კი ბატონო, ეს თვითონ ტრამპის ხასიათიდან გამომდინარე, ის ცდილობს დაიმკვიდროს თავისთავად როგორც ავტორიტარი მმართველი, რომ მისთვის არაფერს არ ნიშნავს არც კონგრესი, არც სენატი, არც უზენაეს სასამართლო, ფედერალური სასამართლო, არც რაღაცა ესე ვთქვათ, ნებისმიერი სხვა ხელისუფლების ესე ვთქვათ, што იქნება ეს თუ ბიუროკრატიის რაღაც ისინი ინსტიტუტები ბიუროკრატიული ან ინსტიტუციური გარემო და თითქოს ყველაფერი არის კონცენტრირებული მასზე, მაგრამ ეს ქმნის ამ ილუზიას. სინამდვილეში ეს არის, სინამდვილეში
კონგრესი და სენატი, რომელზეც დამოკიდებულია მაგალითად ნებისმიერი პრეზიდენტის იმპიჩმენტი, დღეს კონგრესში შეერთებული შტატების რესპუბლიკურ პარტიას აქვს უპირატესობა 6 თუ 7 დეპუტატით, მეტი კი არა. და სენატში საერთოდ 2 სენატორი ყავთ მეტი. ანუ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება ეს შუალედური, შუალედური და მერე ტარდება დიდი არჩევნები, ხო? ანუ ნებისმიერ დროს წელიწად ნახევარში ყოველ შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს ერთი ბალანსი, იმიტომ რომ საკმარისია 3-4 მაგალითად სენატორს არ მოეწონოს პრეზიდენტის პოლიტიკა, ისინი დაიწყებენ მხარდაჭერას დემოკრატების იმ საკითხებში, რომელიც ყველაფერში არასდროს არ დაუჭერს რესპუბლიკის დემოკრატს. და აი ამაშია საქმე, რომ მე მაგალითად დარწმუნებული ვარ, თუ თქვათ ტრამპის ადმინისტრაცია გადაუხვევს შეერთებული შტატების ფუნდამენტურ მისიას მსოფლიოში, რასაც აქამდე ატარებდა და მის ფუნდამენტურ პოლიტიკურ საფუძვლებს თუ გადაუხვევს, აუცილებლად მოხდება მისი უმრავლესობის, ესე ვთქვათ, თუმცა ჯერჯერობით ყარად ასე ვთქვათ ინარჩუნებს. არა მგონია რომ ყარად ინარჩუნებდეს, იმიტომ რომ მაგალითად სასამართლოებში აქვს პრობლემები. ინარჩუნებს იცით რის ხარჯზე? იმიტომ რომ ძალიან ხშირად არ ღვევს კონსტიტუციას. სხვათა შორის არის ძალიან დიდი საუბარი ახლა ამერიკაში ამას და დისკუსიები, რომ ხშირ შემთხვევაში მისი გამონათქვამები და გადაწყვეტილებებიც არის ანტიკონსტიტუციური და ეს შეიძლება საბოლოო ჯამში აუცილებლად გამოიყენოს ვარყოფით შედეგს. რამდენად შეიძლება მოხდეს ისე, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ოცნების მოკავშირე აღმოჩნდეს საბოლოოდ? თეორიულად ყველაფერი შეიძლება მოხდეს, პრაქტიკულად ნაკლებ სავარაუდოა. რიგი მიზეზების ხედვები გვაქვსო და ერთნაირი იდეოლოგია. პირველ რიგში მათ არ აქვთ ერთნაირი ხედვები. ოცნება შეიძლება იმედოვნებს, რომ მათ უბრალოდ ივანიშვილს შეუძლია. უბრალოდ არ მგონია რომ მათ საერთოდ რამე პირდაპირ კომუნიკაციის იმედი ქონდეთ, მათი იმედები მყარდება იმაზე, რომ მოსკოვი მოაგვარებს მათ ურთიერთობებს ტრამპთან. დიდი ალბათობით ეს სქემაა, რომელსაც ისინი განიხილავენ და რომელსაც ისინი იმედოვნებენ, რომ აქამდე მივლენ. მაგრამ დღეის მდგომარეობით შედეგებიც მოწმობს იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ იანვარი აიღებოდა, ვთქვათ, ყველაზე შორეულ წერტილად, როდესაც ივანიშვილი შეძლებდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვას სწორედ ახალი ადმინისტრაციის წყალობით, ეს ასე არ არის, ახლოსაც არ არის ამასთან, აქამდე არანაირი ნიშანი არ არის, რომ ამერიკის პოლიტიკა რამე ფორმით გადაიხედა საქართველოსთან. ის რომ შეხვდა ელჩი, საგარეო საქმეთა მინისტრად, რაღაც პირობები გააცნო. კი. ამას მოხდება გადატვირთვა. ჯერჯერობით ეს გადატვირთვა არ მომხდარა. მოხდება თუ არა და საით მოხდება ჩვენ ეს არ ვიცით. ჩვენ უნდა ამოვიდეთ იქიდან, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს რეგიონთან მიმართების აქვს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესი. ეხლა დემოკრატიზაციის ტალღა დაიწყო სწორედ იმიტომ, რომ ახლა ბრძოლა, რაზეც მიმდინარეობს, არის მმართველობის რეფორმა შენარჩუნდება საქართველოში. თუ როგორც ვთქვით, ისეთ ქვეყნებს როგორიც არის ჩინეთი, რუსეთი, ირანი საქართველო ჭირდება რომ იყოს არადემოკრატიული, იმიტომ რომ დიქტატურული მმართველობა გაცილებით უფრო მეტად კონტროლირებადია, მეტად საერთო ენის გამონახვაა შესაძლებელი. თქვათ, იგივე მოსკოვს დაქვემდებარებული რეჟიმი, თბილისი, რომელიც პირდაპირ მოსკოვს ექვემდებარება და აი აქ სუსტ გოლს არ წარმოადგენს თავისი დემოკრატიული შებოჭვებით, გამჭვირვალობით და ანგარიშვალდებულებებით და ასე შემდეგ და ეს მათივე წარმომადგენელს დავით ულიანს, მე მგონი არ ვიცი წამოწდა თუ არ ვიცი სადღაც ყური მოკრა და მე უბრალოდ თვითონვე გაიმეორა, თქვა რომ აი ამ ახალი სატრანზიტო გადალაგების თუ დერეფნის ხელახალი განლაგების პირობებშიო საქართველო რომ ამოვარდნილი იყოს კონტექსტიდან როგორც დემოკრატია უბრალოდ არ აწყობს გლობალურ მოთამაშეებს ანუ გულისხმობს სწორედ იმ სატრანზიტო ხაზს რომელსაც ისინი ეხლა ახალ მოკავშირეებად განიხილავენ ირანს და ჩინეთს მაშინ როდესაც იმ ქვეყნებს, რომელსაც ასევე სტრატეგიული ინტერესი აქვს საქართველოსთან მიმართებით, როგორიც არის დასავლური ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, მათ საქართველოში ჭირდება დემოკრატიული მმართველობა, იმიტომ რომ ეს არის მათი კომუნიკაციის ენა იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც მათ შეუძლიათ ურთიერთობა მოაგვარონ და დაამყარონ. ეხლა დერეფნის მნიშვნელობაზე როცა ვსაუბრობდით, შეუძლებელია რომ უსაფრთხოების კრიტერიუმებიდან ამოვარდეს მაგალითად საქართველოში უკონტროლო დერეფანი. მაგალითისთვის საქართველოს დერეფანი გამოიყენებოდეს სანქცირებული რუსი მოქალაქეებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობად. შეუძლებელია რომ საქართველო მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესში არ შედიოდეს როგორც პოტენციური საფრთხე ნარკოტრაფიკინგის და ადამიანებით ვაჭრობის. ამიტომ ეს საკითხები ვაშინგტონისთვის უპირობოდ მნიშვნელოვანი რჩება.
საკითხავი რჩება, არიან თუ არა ისინი მზად რომ დათმონ დიქტატორული მმართველობის სასარგებლოდ თავისი პოზიციები და ვთქვათ გამოივაჭრონ დერეფანზე კონტროლი და გეოპოლიტიკური ინტერესები. და ამის კიდევ ერთხელ თეორიული შესაძლებლობა არსებობს, პრაქტიკულად პირველი ამაზე არაფერი მიანიშნებს, მეორე თითქმის შეუძლებელია რომ ფუნდამენტურად დემოკრატიულმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მონახოს ივანიშვილის ისეთ რეჟიმთან ურთიერთობის საერთო ენა, როგორც არის ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც უბრალოდ ძალაუფლებას არის ჩამღაუჭებული და რომელიც აქ მაგალითად ლობირებას უწევს ჩინური ინტერესების გაძლიერებას, ირანული ინტერესების გაძლიერებას, რომელიც პრაქტიკულად გამორიცხავს ამერიკულ ინტერესს შესაბამისად. ამასვე მოწმობს ჩემი აზრით ისიც, რომ ელჩი დანიგანი შეხვდა ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელს და ორ დღეში ის შეხვდა დემოკრატიული მოძრაობის ლიდერად აღიარებულ სამ ეტაპზე სალომე ზურაბიშვილს, რომელთანაც მან გამოკვეთა პოზიცია, რომ ის აქ მედიაციის როლს უფრო ასრულებს, ვიდრე იმისა, რომ ივანიშვილის რეჟიმთან გადატვირთვის პოლიტიკის გამხმოვანებელი იყო. საინტერესო იყო მესიჯი, რომელიც გაავრცელა საელჩომ, რომ გზავნილები გადავეცდათ. გზავნილები. ხო, ანუ გამოდის, რომ ეს პირველი კონტაქტი შედგა, ასე ვთქვათ, ელჩის მეშვეობით ახალ ადმინისტრაციასთან, საიდანაც რაღაც პირობები და რაღაც საპასუხო რეაქციას ელოდებიან და სავარაუდოდ ამას უკავშირდება ისიც, რომ მეგობარი აქტის ამ ეტაპზე გადადება ხდება, იმიტომ რომ რაღაც შემხედრ ნაბიჯებს ელოდებიან ივანიშვილის მხრიდან და ეს შემხედრი ნაბიჯები ცხადია, რომ ალბათ არის ისეთი საკითხები, როგორიც არის პოლიტიკური პატიმრები, მაგრამ ასევე არავინ არ მოტყუდება იმით, რომ პოლიტიკური პატიმრები უბრალოდ ვაჭრობის საკითხია ივანიშვილის ხელში, რომელსაც ზუსტად ბერკეტად იყენებს იმისთვის, რომ ძალაუფლებაში დატოვების რესურსი გამოივაჭროს სამის სანაცვლოდ. ამიტომ ცხადია, რომ ეს როგორც ჩვენ გვესმის, ისე ესმის ვაშინგტონს. კი ბატონო, და ბოლოს ვთქვათ, ამერიკის ამ ადმინისტრაციასთან ვერ დალაგება ურთიერთობის, თუ ასე განვითარდა მოვლენები, იქნება რაღაც, ვთქვათ, მნიშვნელოვანი ეტაპი პროტესტის გამარჯვებისთვის, თუ ოცნება ამასაც გადაიტანს მარტივად. იმიტომ რასაც ვუყურებ, ოცნება ორივე განვითარებას ელოდება, უკან დასახევს გზას იტოვებს. კი აკებენ ტრამპს, მაგრამ ბოლომდე არ გადადიან რაღაც მის ქებაში და ამბობენ, რომ თუ deep state-ი დაამარცხა, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. თუ ვერ დაამარცხა, რომ მე არ წამოაძახო, რომ აი ტრამპს ვაკებდი, ეხლა რატო ლანძღავ, ხო? ჩვენ ვამბობდით, იტყვია, რომ აი deep state-ი თუ ვერ დაამარცხა და მე იტყვია, რომ ვერ დაამარცხა ტრამპა deep state-ი და მორჩამით. ვერ გადაიტვირთა ურთიერთობები. აი მე რა ხდება, როგორც წარმოგიდგენიათ. ეს ასე ვთქვათ, იქნება რაღაც ოცნებისთვის პრობლემა თუ არც ეს აღარ იქნება პრობლემა? ფსიქოლოგიური პრობლემა შეიძლება იყოს სხვა პოლიტიკური არ. ეხა პოლიტიკური პრობლემა არ იქნება, იმიტომ რომ არ გააჩნია პოლიტიკური საფუძველი ოცნებას, არ გააჩნია პოლიტიკური პლატფორმა, პოლიტიკური პოზიცია არ გააჩნია. ანუ ეს არის თვითგადარჩენის ერთადერთი ინსტინქტი და რაღაც ძალაუფლებაში ყოფნის მიზანი. აქ პოლიტიკური არაფერი არ არის. აქ ესეთი პოლიტიკა აქვს ნებისმიერ კორპორაციას, ნებისმიერ სტრუქტურას. აბსოლუტურად პოლიტიკა არის რაღაცა, როდესაც შენ ხალხისთვის ზრუნავ და ხალხის მხარდაჭერა ლეგიტიმაცია აქვს და მათთვის აკეთებ რაღაცას, ხო? ხო და აქ ხალხისთვის გაკეთებას არ აპირებს ოცნება არაფრის, ამიტომ რა თქმა უნდა ეს ლავირებს და ეს საკმაოდ მოქნილია, იმიტომ რომ კონსოლიდირებული არის, იმიტომ რომ მოახერხა ეს ივანიშვილმა, რომ თავის გარშემო შემოიკრიბა გუნდი და მათი მხარდამჭერები, რაღაც კონკრეტული, ესე ვთქვათ, მისცა სარგებელი ყველას და დაანახა, რომ ჩემს გარეშე ყველანი ერთად ან ყველანი ერთად ვიღუპებით, ან ყველანი ერთად ვართ და ვიბრძვით იმისთვის, რომ ვიყოთ ყოველთვის და მართოთ ეს ქვეყანა. აი ეს არის ახლა ესეთი რეჟიმები შეიძლება არსებობდნენ იზოლირებულად. იზოლაციამდე რომ მივიდეს, აბსოლუტურად ახლა ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ამერიკის ადმინისტრაციასთან თუ ვერ დაალაგა, ევროკავშირთან თუ ვერ დაალაგა, საბოლოო ჯამში იმაზეც წავლენ, მე მგონი, რომ აბსოლუტურ იზოლაციაში იარსებონ, მაგრამ აი, რამდენად მოიწმენს ამას, ვთქვათ, ჩვენს გარშემო სამყარო, იმიტომ რომ საქართველოს მართლა ხო დერეფნის ფუნქციას ასრულებს სოფლიოში, ხო? ხო, ერთ-ერთი შეიძლება ითქვას გეოპოლიტიკური ხაბია, ხო? და საქართველოში იზოლაციის განვითარება ეს არის რა თქმა უნდა გაღიზიანება სხვა იმით. ეხლა აზერბაიჯანზე შეიძლება ვთქვათ, რომ დემოკრატიული თვალსაზრისით აზერბაიჯანი არის რა თქმა უნდა
ისეთივე ავტორიტარული სახელმწიფო, როგორიც მიღწევაც უნდა ვთქვათ იმას, მაგრამ აზერბაიჯანს გააჩნია თურქეთთან ძალიან ახლო ურთიერთობა და მას გააჩნია ძალიან მკაფიო რაღაც ისეთი მხარდაჭერა იქნება ცენტრალური აზიიდან და ასე შემდეგ. საქართველოს თუ ჩაეწერება ამ რიგში, საქმე იმაშია, საქართველოს შიგნიდან აფეთქდება. ისედაც ეგ არის საქმე, აფეთქება, რომ აი მაგალითად ხშირად ამბობდნენ ჩვენთან, რომ აი ბელორუსიზაცია გამორიცხულია, მაგრამ ვარ ფიქრობთ, რომ აქეთკე შეიძლება წავიდეთ და მართლაც აი იზოლაციაში მოახერხოს და გაძლოს ხელისუფლება. ბელორუსიზაცია გამორიცხულია არა იმიტომ, რომ ივანიშვილის რეჟიმი ამას არ გააკეთებს და არ გაყვება ლუკაშენკოს გზას, მას გადაწყვეტილი აქვს, რომ ის ძალაუფლებაში უნდა დარჩეს ნებისმიერი გზით. ეს არის მათი ფუნდამენტური არჩევანი, მათი რა ივანიშვილის არჩევანი ამ შემთხვევაში. მაღალი ალბათობით, იმიტომ რომ ის ძალიან კონკრეტული ინსტრუქციით მოქმედებს და სხვა რესურსი არც გააჩნია გადაწყვეტილების მიღების. დანარჩენები არიან უბრალოდ კორუფციულად მასზე მიბმული და სხვა გადაწყვეტილების უფლებამოსილება და დისკრეცია მათისაც არ გააჩნიათ. ვისაც ამის რესურსი ქონდა, ისინი ისედაც აღარ არიან იქ. ყველა დანარჩენი ჭიდროთ არის იმ ვერტიკალთან დაკავშირებული კორუფციული თუ სხვა ტიპის კომპრომატებით, რომლითაც ისინი ვერ გადაუხვევენ. მათ ესმით ძალიან კარგად, რომ სანქციები მათზე ცუდად აისახება, მათ ოჯახებზე ცუდად აისახება, მათ შვილების მომავალზე ცუდად აისახება, მაგრამ მათ უბრალოდ სხვა შესაძლებლობა აღარ აქვთ, იმიტომ რომ ჩაყოლა ამჯობინეს რაღაც ეტაპზე და მას შემდეგ ამ ინერციით მიდიან. ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, ივანიშვილმა ჯერ კიდევ როდესაც რუსული კანონის ხელმეორედ შემოbrunება გადაწყვიტა, იმ მომენტისთვის მას უკვე ის ერთი წელი მთლიანად ჰქონდა გამოყენებული იმისთვის, რომ შეექმნა შესაბამისი ხელსაყრელი პირობები თავისი კაპიტალისთვის, რომ სანქციებს ეფექტურად აარიდოს თავი. იცოდა მან, რომ სანქციების რეჟიმს ვერ გაექცეოდა, იცოდა მან, რომ ეს მას პირადად შეეხება, ამისთვის მიიღო მან დაჩქარებული წესით ოფშორების კანონი, ამისთვის მოახდინა მან თავისი კაპიტალის შემოდინება და ანუ მე მას გულისხმობ, რომ ეს ყველა ფუნდამენტურად გადაწყვეტილება. ვერ გამოვა მხოლოდ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ განსხვავებით და ბატონი კახაც ამაზე მიანიშნებდა, რომ განსხვავებით ბელორუსისგან, განსხვავებით აზერბაიჯანისგან, საქართველოს თავისთავად ასეთი თვითკმარი ეკონომიკა საერთოდ არ არის. მას რესურსი იმისთვის, რომ დიქტატურა დიდხანს შეინარჩუნოს და აცოცხლოს, ამის შესაძლებლობა საქართველოს არ აქვს. საქართველოს პრაქტიკულად არანაირი წარმოება არ აქვს. საქართველოს თვითკმარი ეკონომიკა, აგრეთვე 11%-ი ზრდა აქვს ეკონომიკაში. კვლევები არანაირი 11% ეს არის ეკონომიკური ზრდა, რომელიც საერთოდ არ აისახება. ბანკის მონაცემებიც ეგრეა და პროგნოზებიც კარგი აქვს, რომ მომავალშიც ასე არანაირი პროგნოზები მოიყვანოთ აქ სპეციალურად კარგი ორი ეკონომისტი და საუბრობთ როგორ ზრდაზეა საუბარი. რაზე არის საუბარი? ვის გამო არის ეს ზრდა? ჩვენ განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, ვისაც თავისი შიდა რესურსი საკმარისად აქვს იმისთვის, რომ დიქტატურა აარსებონ, ამის შესაძლებლობა საქართველოს არ აქვს. საქართველოს ერთსულ მოსახლეზე GDP-თ ბელორუსს გავასწარებს. ვასწრებთ დღეს ბელორუსს. უფრო მაღალია ჩვენთან GDP ვიდრე ბელორუსში და ვიდრე აზერბაიჯანში მათ შორის. საქართველოს ეკონომიკური განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს პირდაპირ პროპორციულია ჩვენი დასავლური განვითარების. ჩვენ მიბმული ვართ სავალუტო ფონდებზე, ჩვენ მიბმული ვართ დასავლურ კაპიტალზე, ჩვენ მიბმული ვართ ეგრეთ წოდებულ FDI-ზე, ჩვენ მიბმული ვართ იმაზე, რომ საქართველოში დოლარი შემოდიოდეს. კი, რასაკვირველია, მაგრამ მილიარდის ინვესტიციას ელოდებიან. იმ აზიისთვისაც ინტერესის სფეროს უნდა წარმოადგენდეს. ინტერესის სფეროს მაგალითად ჩინეთისთვის საქართველოს წარმოადგენს, თუ ის ევროპულ ბაზრებზეა მიბმული. ამ შემთხვევისთვის წარმოადგენს. სხვა შემთხვევაში ჩინეთისთვის რა ინტერესი უნდა წარმოადგენდეს 3 მილიონიანი ქვეყანა, რომელიც ვერ ვითარდება და პერსპექტივა არ აქვს თავისი ბაზრების. ეს დერეფანი ჩაიკეტება ევროპაში თუ არ მიდის. ამიტომ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ივანიშვილი, თქვათ, რაღაც 90-იანების მოდელზე თავის ბიუჯეტში საკმარისი თანხა ყოველთვის იქნება იმისთვის, რომ რაღაცა თავისი მინი ელიტები შეინახოს და თვითონ კარგად იყვნენ. ამის შესაძლებლობა ცხადია, მათ ექნებათ. მაგრამ ის რომ ჩვენ ჩვეულებრივად შევძლებთ რაღაც ბუნებრივად განვითარებას და ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას დასავლეთისგან იზოლაციის პირობებში, ეს პრაქტიკულად გამორიცხულია. და ერთ რაღაცას ვეთქვი, რომ საქართველოს უნდა გვავიზდება, რომ არის კანდიდატის სახელმწიფო ევროკავშირის. ამიტომ იმის იმედად-ყოფნა ივანიშვილისგან ძალიან ცუდად მოიქცევა და ისეთ კანონებს მიიღებს, რომ აქ ავტორიტარულ რეჟიმს დაამყარებს და ამითი ჩამოიშორებს ევროკავშირს. ამის იმედი არ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ
ეს როგორც ხედავთ, ანუ ევროკავშირის ამდენი ხანია ევროპარლამენტი მოუწოდებს რომ გადახედეთო კანდიდატის სტატუსს, ხო? მაგრამ ევროკავშირი ამას არ აკეთებს. არ აკეთებს, იმიტომ რომ არ უნდა საქართველოს ესე ვთქვათ მიტოვება ესე ბედის ანაბარა, იმიტომ რომ აქ 80% ადამიანების მომხრეა და შეგუებულია იმ აზრს, რომ უნდა იყოს დემოკრატია, უნდა იცხოვროს დემოკრატიულ ქვეყანაში. ამის მიტოვება ეს ევროკავშირისთვის კანდიდატის სახელმწიფოს მიტოვება და მისი გახდომა უკვე რაღაც ავტორიტარულ ქვეყნად, ეს არის ევროკავშირის მთელი პოლიტიკის ძალიან დიდი ფიასკო და მარცხი მაშინ. ჩვენ ესე ვთქვათ, იმით რომ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, თუმცა მე ვიტყვი პირდაპირ რომ არ გვეკუთვნოდა ინსტიტუციურად რომ გადავხედოთ სხვა ქვეყნებს, როდის მიიღეს და რა ეტაპზე მიიღეს, არ გვეკუთვნოდა, მაგრამ მიმოგვწეს, ხო? მაგრამ რახანაც მოგწეს უკვე აიღეს ვალდებულება და პასუხისმგებლობა ჩვენ თავზე. ამიტომ ევროკავშირი რომელიც ძლიერდება, რომელიც უსაფრთხოების კონტექსტში ძლიერდება და უსაფრთხოება ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი დღეს უსაფრთხოება საქართველოს ამ კონტექსტში არის უსაფრთხოებისთვის და ევროპის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა. ამიტომ ეს ყველაფერი გარკვეულ პრესინგს რა თქმა უნდა განახორციელებს იგივე ივანიშვილის რეჟიმზე. ამას დაემატება რა თქმა უნდა შიდა ადამიანების, ადამიანური ფაქტორი, მოსახლეობის ფაქტორი და საზოგადოებრივი ფაქტორი, რომელიც საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა გაიმარჯვებს და საქართველოს აუცილებლად კვლავ დაუბრუნდება ევროპულ იმედია რომ დაუბრუნდებით. მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. ნინო კალანდაძე, კახა გოგოლაშვილი იყვნენ ჩვენი სტუმრები. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა პოლიტიკური სივრცე. მე ხვალამდე გემშვიდობებთ. ხვალ 7-ის ნახევარზე გადაცემაში რეზიუმე შევხვდებით ერთმანეთს.